მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუსში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ისინი იქ როგორც ინტერპრეს ნიუს უწყებაში გამოცხადეს ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთ მსხვილ ნავთობ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. თუმცა თავად ბატონმა დავითაშვილმა, რომელიც სუსიდან სულ რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა, თქვა განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხები. ვფიქრობ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი, ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სუსში განიხილა გაზის მომარაგების საკითხები. საინტერესოა ნამდვილად, ასევე ის ამბობს, საქართველოს აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. იყო კითხვები, ჩვენი აქტიური მონაწილეობა მომარაგების კუთხით, რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებს, ან არ ქმნიდესო. შეგვიძლიათ მოვისმინოთ თავად ლევან დავითაშვილის განცხადება. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი, ალბათ იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველოს ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ თანამშრომლობთ ჩვენ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალურად და ამომწურავი ინფორმაცია მივეცით და შესაბამისად ამას რა თქმა უნდა დაჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო, იმიტომ რომ იყო კითხვები, რამდენად ეს ჩვენი აქტიური ამ კუთხით მონაწილეობა შეიძლება ჩვენ მომარაგების კუთხით ქმნიდეს გარკვეულ რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვიხილა. ასევე ჩვენ განვიხილეთ ის, რომ მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება და რეალურად ეს ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც გარკვეული ვადები აქვს, გარკვეული ხელშეკრულებები ჩვენ გრძელვადიანად გარანტირებული ვართ, გარკვეული ხელშეკრულებების რა თქმა უნდა გაგრძელებაა საჭირო და გადახედვაა და ეს საკითხებიც განვიხილეთ. ჩვენ ხო, ესეთი იყო და ყველა საინტერესო მისი განცხადებიდან არის ეს ნაწილი, სწორედ სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, რომ ჩვენი აქტიური მონაწილეობა ევროპის გაზის მომარაგების კუთხით რამდენად შეიძლება ქმნიდეს რისკებსო, ამაზე იყო თურმე საუბარი, რა რისკებს შეიძლება ქმნიდეს, კი არის საინტერესო, საერთოდ რა მიმართულებით მიდის ეს ყველაფერი, მართლა რაღაც გაზის მომარაგების განხილვა იყო თუ გამოძიება მიმდინარეობდა, სუსი ამბობს, რომ გამოძიება იყო, დავითაშვილი ამბობს, რომ რაღაც თითქოს კონსულტაციები ისეთი შტაბ-ჟლავი იქნება, რომ თითქოს მასთან კონსულტაციები გაიარეს გაზის მომარაგების საკითხებზე. დღეს იცით, რომ პარლამენტში ასევე იყო მისული მიხეილ ყაველაშვილი მოხსენებით და სწორედ ამ თემით დავიწყებთ ჩვენ საუბარს გადაცემაში. ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი შარაშიძე, საპარლამენტო ფრაქცია საქართველოსთვის წევრი. მივესალმებ მას, გამარჯობა ბატონ გიორგი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობით, თუმცა ვიდრე დღევანდელ სტომაზე და სხვა თემებზე გითხავთ თქვენი საპარლამენტო ცხოვრებიდან და არა მხოლოდ, მანამდე მაინტერესებს დავითაშვილის ამბავზე რას ფიქრობთ? არ ვიცი, რა შეიძლება ეხებოდეს ეს გამოძიება, ან რატო შეიძლება რისკებს ქმნიდეს ევროპის გაზით მომარაგება ჩვენი მხრიდან? მე მოგესალმები, დიდი ხანია თქვენთან აყოფილ გადაცემაში, მივესალმებ თქვენს მაყურებელს. ფაქტობრივად ეხლა ეს უკვე კომიკურიც ხდება, სუსის ეს გამოძიებების ეს სერია, ხო? ახლა არ ვიცი, დიდი ალბათობით ეს ისევ რაღაც პროპაგანდას ემსახურება, ისევ რაღაც ჩანაფიქრია, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ვერ წხვდები, დიდი ალბათობით ეს უკავშირდება ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო ახლა ოცნებამ ლაპარაკია ეს ევროპასთან დაკავშირებადობის თემასთან და ახლა რო ხედავენ იქ როგორ იცვლება სიტუაცია რეგიონში და რამდენად წინ არის სომხეთი, აზერბაიჯანი და ახლა ეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ტიპის გათვლა აქვთ რა, ან პირიქით საიმისოთ რომ ხალხს აჩვენონ როგორ სურთ ევროპასთან ასე ვთქვათ ეკონომიკური ურთიერთობა, ან პირიქით რომ რაღაც საქართველოს რაღაც თავისი როლი წარმოვაჩინოს და ძალიანაც არ დაიჩრდილოს იმ პროგრესის ფონზე, რა პროგრესიც აქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებს. სხვა რამის დამატების
ერთ თქმა გამიჭირდება. ერთი რამ შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ეს ყველა ეს გამოძიება ერთის მხრივ ემსახურება პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, შიდა პოლიტიკურ გარჩევებს და პოლიტიკური ინტერესების და შეიძლება დავითაშვილიც აღმოჩნდეს. შეიძლება, ესეც შეიძლება ერთ-ერთი ვერსია იყოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც გასაკვირი იყო მისი დაბარება. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ხო ის რა თქმა უნდა ღარიბაშვილის დროინდელი ძირითადად ასე ვთქვათ, თანამდებობის პირია, მათ შორის ვიცე-პრემიერი იყო, ეკონომიკის მინისტრი იყო და არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი ასევე უკავშირდებოდეს ღარიბაშვილი ლილუაშვილის კლანის წინააღმდეგ ბრძოლას, იმიტომ რომ ფაქტობრივად არავინ არ დაუტოვეს თუ კი ვინმე ამ ფლანგზე იყო, რაღაცას წარმოადგენდა ყველას მიმართ რაღაცა ტიპის კითხვები, როგორც მინიმუმ ისმის. ასე რომ ერთი ვერსია არის ეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ანგარიშწორების ხაზის გაგრძელება და მეორე ვერსია არის პროპაგანდისტული ხაზის რაღაცა ახალი ხაზების ჩამოყალიბება და შეიძლება მალე რაღაც გზავნილები ევროპასთან, რომ აი გაზის მომარაგება შეიძლება ჩვენი მხრიდან შეგიწყდეთ? არ შეგიწყდეთ ამ პირიქით აქ ვართ და იცოდეთ რომ ჩვენ კიდე საჭირო ვართ ასე ვთქვათ. იმიტომ რომ არ გავატარებთ აზერბაიჯანი. ხო ეს ძალიან საინტერესო თემა არის სხვათა შორის გეოპოლიტიკურ კონტექსტში, იმიტომ რომ იმ ფონზე როდესაც ეს მარშრუტი იხსნება სომხეთის გავლით, ხო ტრამპის გზა და შეიძლება ტვირთებმა აგვიაროს, ასე სწრაფად გასადენი ვერ გაკეთდება და შეიძლება საქართველოს ხელისუფლების ხელში ერთ-ერთი ზეწოლის ბერკეტად აზერბაიჯანზე ან ევროპაზე რჩებოდეს ეს გასადენი. არ ვიცი, შეიძლება ამას ემსახურებოდეს ეს სხვა. არ ვიცი, აზერბაიჯანის მისამართით იყო ეს ნასროლი კენჭი თუ ევროპის კიდე არა უშავს ახლა. ნახოთ, აი არ ვიცი, მალე გამოჩნდება. ჯერ აი დავითაშვილის დღევანდელი დაბარება და ის ინფორმაცია რაც გამოვიდა, ნამდვილად არ არის საკმარისი რომ დასკვნები გამოვიტანოთ. და რამდენიმე ვერსიაზე რა დასკვნები გამოვიტანეთ მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებიდან. დღეს რამდენიმე ციტატას დავიკითხავ. დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა თქვა მან, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მიმდინარეობს გარეთ ძალებისგან, მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით ემსახურება საქართველოს და მთლიანად რეგიონში პროცესების ესკალაციასო განაცხადა მან. ახალი არავისთვისაა, რომ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებითო თქვა მან, ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევა რჩება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია, ეს ახსენა ოკუპაცია, კარგი ამბავია, მარტო ევროპას და დასავლეთი არ გალანძღა მან და ასევე მან თქვა, რომ ჭარბწონიანობა არის წინა ხელისუფლების ბრალი, წინა ხელისუფლებამ სპორტის უნივერსიტეტი გააუქმა. ამან გამოიწვია ის, რომ საქართველოს არა გადამდები დაავადებების სიკვდილიანობით ევროპაში მოწინავე იყო, ასევე ჭარბწონიანობა. ეს შედეგი მოიტანა მათმა პოლიტიკამ. სააკაშვილის ბევრ რამე შედება ბრალი, მაგრამ ჭარბწონიანობაში პირველად დასდეს. ჭარბწონიანობის წახალისებაში საქართველოში პირველად დასდეს ბრალი. მოკლედ, რას ფიქრობთ დღევანდელ გამოსვლაზე? თქვენ რა დამოკიდებულება გქონდათ და შემდეგ მინდა ასევე ვისაუბროთ იმ ახალ შემზღუდავ კანონებზე, რომელიც მიიღო ქართულ ოცნებამ და რომელიც ითვალისწინებს ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის ციხეს ფაქტობრივად. რა გითხრათ მე რა კომიკური პრეზიდენტიც ყავს ეგრეთ წოდებული ის კომიკური გამოსვლაც იყო, ხო? მე ხო თქვენაცაც საუბრობდით ამ ჭარბწონიანობის თემაზე, ახლა საერთოდ რა კომენტარი უნდა გააკეთო, გასაგებია ხა ეს არ იყოს თავარი გზავნილი და ერთადერთი გზავნილი, მაგრამ ის სხვა დანარჩენიც თავიდან ბოლომდე იყო ოცნების არსებული პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ყაველაშვილი არც დღის წესრიგს ქმნის, არც დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას, არც ამ ტექსტის მომზადებაში მას არანაირი მონაწილეობა არ ექნებოდა მიღებული და რა თქმა უნდა ეს გამოსვლის ტექსტი არის დაწერილი ოცნების პარტიულ ოფისში და მიწოდებული მისთვის და ერთი კი უნდა ითქვას, რომ რაღაცა ცოტა წაკითხulis, ასე ვთქვათ, ტექსტის კითხვის უნარები ცოტა გაუმჯობესებული კი აღარ შეეშალა. ხო, რაღაცა ყოველდღიურში პროგრესი იგრძნობოდა. ამ კუთხით. ასე რომ ჩვენთვის ეს არ იყო სერიოზული თემა. შესაბამისად ის დრო რა დროც ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარეს ეკუთვნოდა 10 წუთი ჩვენ არ გამოგვიყენებია ახლა ეგ დეტალებში შესასვლელად. თავარი ჩვენთვის იყო რამდენიმე რამის გაჟღერება და გახმოვანება დღეს იმ ტრიბუნიდან ყველას მათ თვალწინ. ყაველაშვილისთვის პირში თქმა, კობახიძეც იყო მოგეხსენება მთელი მთავრობა და პარლამენტის ოცნების უმრავლესობა. პირველი ის, რომ ყაველაშვილი რა თქმა უნდა არის ივანიშვილის პირადი პრეზიდენტი და ეს შალვა კერესელიძე. ამას მალე ვეღარ ეთქვით ახალი კანონით. ჩვენ მოვასწარეთ. ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარემ პირდაპირ უთხრა და რაც მთავარია, უთხრა ისიც, რომ რა თქმა უნდა ის არ არის გადაწყვეტილების მიღები პირი სამწუხაროდ, მაგრამ ერთადერთი რამ რაც მართლა შეუძლია
კანონით და თუ მას მართლა აქვს რაღაცა ელემენტარული გამბედაობა, არის ის, რომ ეს ადამიანები, ანუ სინდისის პატიმრები შეიწყალოს ახალგაზრდები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ არიან საპატიმროში და გაახმოვანა შალვა მის ჩვენი ახალი ინიციატივა საკანონმდებლო, რომელსაც დღე-დღეზე წარვადგენთ, რაც გულისხმობს ამნისტიას, როგორც აი ამ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების მიმართ შეწყალების სახით, ასევე ფინანსური სანქციები, იცით, აქვს უამრავ ადამიანს, ეს ცნობილი 5,000 და 10,000 ლარიანი ჯარიმები და ასე რომ აი ამ კუთხით ჩვენ მუშაობთ და დღეს გამოიყენა შალვამის ტრიბუნა და ყველას გასაგონად ითქვა ეს ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც კიდევ მეორე გასაგები რომ იყოს ერთი სრულ გულისხმობს სინდისის პატიმრების გათავისუფლების შეწყალებას, რადგან ეხლა ყავალაშვილი იქ იყო და რა თქმა უნდა ოფიციალურად ასე ვთქვათ მის ხელში არის ამ შეწყალების აკრძე ხელმოწერა და მეორე მხრივ ფინანსური ამნისტია, იმიტომ რომ იცით უამრავად ახლა არის ხალხი, იცით თქვენ ჩემზე კარგად, რომელსაც ეს 5,000 ლარიანი ჯარიმები 10, 20 და ზოგს 40-ზე მეტიც კი აქვს მიღებული. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივებია და აქ გამოჩნდება ზუსტად კიდევ ერთხელ დადასტურდება ამაზე უარის შემთხვევაში და დიდი ალბათობით სამწუხაროდ იქნება უარი, როგორც ჩვენს კიდევ ბევრ სხვა სასარგებლო ინიციატივებზე იყო უარი, მაგრამ ხალხი კიდევ ერთხელ დაინახავს სინამდვილეში ვის მხარეს არის ოცნება. და კიდევ ერთი საინტერესო რა იყო, იცით, ახლა რა რეაქცია მოყვა ამას. ახლა იქ მინდა ეს ასე თქვა ჩაგახედოთ პარლამენტის რაღაც რეგლამენტის დეტალებში, ალბათ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება. რა თქმა უნდა, ოცნება ყოველთვის აი რეგლამენტსაც კი სათავისოდ იყენებს და როგორც წესი ქართული ოცნების ფრაქცია გამოდის ბოლოს. ანუ შემაჯამებელი სიტყვის უფლებას თავად იტოვებენ და იმისთვის რომ მე შენ აღარ კონდეს პასუხის დაბრუნების საშუალება და არ ვიცი დღეს თქვენ უყურეთ თუ არა ეს ბატონი კირცხალია, რომელიც არის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, სწორედ ჩალვა კერესელიძის გამოსვლის შემდეგ გამოვიდა და ასე ვთქვათ, არ ვიცი, ხა ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო, რაც მან ისაუბრა იმ ტრიბუნიდან, ეს ერთი და იგივე დაზეპირებული სიტყვები გუშინდელი მისი სრული კრახის შემდეგ რუსთავი 2-ზე გამართული დებატების დროს, როდესაც ახალგაზრდა პოლიტიკოსებთანაც კი ახლა რო ვკითხო, მართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეა და ყველამ ძალიან კარგად იხილა მისი სრული უნარობა დასაბუთებული პასუხი გაეცა ახალგაზრდა პოლიტიკოსების კრიტიკაზე. ხო, თუმცა თქვენ გითხრათ ასეთი რამ, მან თქვენი ფრაქციის თავმჯდომარეს, როცა დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, როგორ გიტრიალდება თენა, როდესაც გახარიას გუნდს წარმოადგენთ. ამ მატყუარამ შიშარა კაცის გუნდსო თქვა მან. 20 ივნისი შეგახსენათ ასე თქვა. ხო, შიშარა ვინ არის? ეს მან ოცნების რიგებში უნდა მოიგითხოს პირველ რიგში იმ ხალხში, ვინსად იყო დამალული და ვინსად გარბოდა და გაქცეული იყო და საძებარი იყო 20 ივნისის ღამეს, ეს კიდე საკითხავია. ეს ერთი. და კიდევ აქეთ მინდა შევახსენო მას, რომ გახარია რო არ ყოფილიყო, დღეს სად იქნებოდა ან თვითონ, ან ოცნების უმრავლესობა, ვინც დღეს პარლამენტში არის. ეს კიდე მეორე საკითხია. და რა დღეში ჩააგდებდნენ იგივე ნაცები, ვინც რა თქმა უნდა მაშინ ვისგანაც დაიცვა რეალურად გახარიამ. პირველ რიგში პირველ რიგში პარლამენტი, მაგრამ საბოლოო ჯამში ოცნება. ასე რომ ამის მერე ეს ხალხი ხა გამოდის და ვითომეტე სტრასბურგი ახსენა, ხო? ეხლა სტრასბურგი როგორ უნდა ახსენა, როდესაც სტრასბურგი თვითონ ადასტურებს იმას, რომ გახარიას რეზერვის ტყუების გამოყენებაზე ბრძანება არ აქვს გაცემული და ხა ამის მერე ხა კიდე გახარიას გადააბრალო ის ყველაფერი, როცა თავად არიან იმ გავრილოვის ჩამომყვანებიც პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ვინ ჩასვა და ჭიქას ვინ უჭახუნებდა, დღეს ეს ადამიანი პრემიერის რანგში პარლამენტში ამ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის გამოსვლას ესწრებოდა და ეხლა ამ ყველაფრის მერე ეს იმდენად არასერიოზულია. ძალის გადამეტებას მაშინაც ჰქონდა ადგილი და ეხლაც ჰქონდა. არა, ჰქონდა და ამას არავინ არ უარყოფს და პირიქით გახარია იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ითხოვდა ამ გამოძიებას და როგორ წავიდა ეს გამოძიება და როგორ მიდის, ახლა არ გათხოვეთ, ხო? ეხლა 2019 წლის ივნისში, ხა თქვენ იცით თუ არა და შეგახსენებთ, რომ გახარიას დაცვის მხარე ითხოვდა ივანიშვილის, ბიძინა ივანიშვილის და მაშინდელი ოცნების ლიდერების საჯარო განცხადებების, ასე ვთქვათ, დაშვებას ამ საქმეში, ხო? მაგრამ პროკურატურის დავალებით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დაუშვებლად ცნო ეს საჯარო განცხადებები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს საქმე არის სრულიად პოლიტიკურად მოტივირებული, ხო? იმიტომ რომ ერთი არას ამბობდა მაშინ ივანიშვილი და ოცნების ლიდერები და რას ამბობენ დღეს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პირადად დასრულდა ივანიშვილის პერსონალური შურისძიებაა, მეტი არაფერი, ხო? ასე რომ ხა ვინ და ხა 20 ივნისს გახარია იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეყო იმის გამბედაობა, რომ სწორედ ნაცებისგან და იქ ასე ვთქვათ, რევოლუციის და შტურმის მოწყობებისგან იგივეს ამბობს დღესაც ოცნება, ხო? იგივეს ამბობს, რომ აი რევოლუციისგან ვიცავთ
მეხუთე რევოლუციას გადავარჩინეთ ქვეყანაში. ეს რევოლუციები კიდე სხვა განხილვის თემაა. ეხლა 4 ოქტომბერს თუ გულისხმობენ, მე მინდა გითხრათ რომ არა, საუბარია მანამდეც 20-24-ის აქციებს, როცა დაიჭირეს ეს ახალ მათთვის ყველაფერი რევოლუციაა. ეხლა რა ვიცი რევოლუცია რა იყო? ეხლა თქვენც მეც და ათასობით ქართველი ვიდექით რუსთაველზე და იქ მე მგონი ეს იყო ალბათ ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი აქციები. ხო, ეხლა იქ იყო ის რამდენიმე დღე ცოტა ასე ვთქვათ დაძაბულობა, მაგრამ ეს დაძაბულობაც თავად ოცნების მიერ იყო პროვოცირებული. ხა აღარ მინდა გავიხსენო ეს დეტალები და ეს მოლოტოვის კოქტეილებიც კიდე საიდან გაჩნდა და როგორ გაჩნდა და ვის მიერ გაჩნდა, ეს მოვადრო და სამართლიანი სასამართლო ამ ყველაფერს დაადგენს თორემ. ხა ის ხალხი იქ რო რევოლუციონერები არ არიან და მოძალადეები არ არიან, ვინც ციხეში სხედან დღეს, ხო? ანუ ოცნ ძალით სრულიად უკანონოდ აქვთ აკვეთილი თავისუფლება ჩვენი ახალგაზრდა თაობის საუკეთესო წარმომადგენლები, მსახიობები, ახალგაზრდა მეცნიერები, ზოგადად აქტიური ადამიანები, ღირსეული ადამიანები, რომლებიც რის გამო იხდიან სასჯელს, რომ საკუთარ სამშობლოზე გული შესტკივათ და სრულიად გულწრფელად ღებულობდნენ ამ აქციებში მონაწილეობას. რაც რა თქმა უნდა იქ კიდევ ვიმეორებ ის ელემენტარული გადაცდომები და მე სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ, ეგ ვერანაირ დანაშაულად ამას ვერ შევრაცხავ. რა თქმა უნდა ვერ ჩაითვლება საიმისოთ, რომ ამ ადამიანებს წლობით ციხე მიესაჯოთ, ხო? და ის გადაცდომებიც პროვოცირებული იყო ისევ იმ განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ. და ახლა ამის შემდეგ სხვათა შორის დღეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც თქვა შალვამ ჩვენი გუნდის სახელით საპარლამენტო ტრიბუნიდან, აი სწორედ იმის შეხსენება იყო, როგორ დააჯილდოვა ყაველაშვილმა, რადგან ჰქონდა ამის უფლებამოსილება ღირსების ორდენით, სწორედ ხარება და მისი რაზმი და ფაქტობრივად მთელი ის შემადგენლობა, ვინც აი ამ ძალადობრივ ასე ვთქვათ, აქციებში იყო ჩართული და როგორ ძალადობდნენ ჩვენს მოქალაქეებს, მე მგონი ეს ყველას კარგად ახსოვს. წეგან ნახევარად ხმურობდი გითხარით, რომ ვეღარ იტყვით, ხო, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ან ივანიშვილის პრეზიდენტი ასე შემდეგ. ნუ რეალურად ზუსტად არ ვიცი ხა იმ კანონის მიხედვით როგორ მოხდება ასრულება და რა როგორ, მაგრამ თქვენ იქ პარლამენტში ხართ, თქვენ მაინც გაერკვიეთ ამ ახალ კანონით რა გვეკრძალება მალე. რა გვეკრძალება? ნუ მე თავარი პრობლემა იცით რაშია, რომ ისეთი კანონებია ეს ბოლო ინიციატივა ხო განსაკუთრებით მძიმეა, მაგრამ ისეთ კანონ პროექტებია, რომელიც ყველაზე დიდი პრობლემა რაშია, რომ სუბიექტური ინტერპრეტაციის უსაზღვრო შესაძლებლობებია დატოვებული. აი როგორი კანონები პროექტებია, იცით, აი ერთი ადამიანი ასე ახსნის, მეორე ისე ახსნის, ანუ მთელია ესე ვთქვათ, საშიშროება სწორედ ამაშია. თორე დღევანდელი გადასახადიდან ან მათი ახსნით, ასე ვთქვათ, ეს შეიძლება შეეხოს, ნუ გულისხმობ, არ ამაღიარეთ, თორემ დაგიჭერ პრინციპის კანონს, არა ერთჯერად ასე ვთქვათ, გამოვლინებას და გამოხატულებას, არამედ რაღაც ორგანიზებული, სისტემური, რაღაც ასე ვთქვათ, მუშაობას თუ ატარებს რაღაც ჯგუფი იმისთვის, რომ რაღაც ალტერნატიული ხელისუფლება შექმნას მაგალითად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მხოლოდ ამ შემთხვევაში, მაგრამ კაცმა არ იცის, ხვალ ამ კანონს რა განმარტებას გაუკეთებენ და მხოლოდ და მხოლოდ ერთი საპროტესტო განცხადების გამო, თუნდაც რიგით მოქალაქეს დააპატიმრებენ თუ არა. თორე დღეს ასე ხსნიან ისინი, რომ არა, ეს ახლა რაც თქვენ თქვით, რომ ეს ესე არ მოხდება. ახლა ერთი განცხადების გამო ხო და ნუ გასაგებია რაც მოხდება, ანუ მაგას ვამბობ ზუსტად, რომ თავარი პრობლემა ის არის, რომ როგორც თავად დაჭირდებათ, ისე გამოიყენებენ ამ კანონს. ანუ დაჭირდებათ და გამოიყენებენ ინდივიდუალური რიგითი მოქალაქის წინააღმდეგ ერთი განცხადების გამო დაჭირდება და გამოიყენებენ სხვანაირად. ის კანონებიც გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ზუსტად ანალოგიურია, ხო? თქვენ გახსოვთ იქ ორი კვირის სესიაზე ძალიან ესეთი ცხარე კამათი ჰქონდა, მე ვეკითხებოდი პირადად იმ ადამიანს, გორდულაძეს, ვინც არის ხოლმე წარმომდგენი იურიდიული კომიტეტის სახელით და მე თითქოს რო კითხო, ეს არ შეეხება ემიგრანტების მიერ საყოფაცხოვრებო მიზნებით გადმორიცხულ თანხას. დიდი ბოდიში და ვინ განსაზღვრავს ამას ახლა? თქვენ რომ თქვენი ოჯახის წევრი ემიგრაციიდან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას გადმოგერიცხავთ და მე თქვენ რომ გადაწყვიტოთ თქვენი პერსონალური შეხედულებით ის თანხა რაღაც ელემენტარული არ ვიცი პირობითად რაღაც საპროტესტო პლაკატების ან ასე ვთქვათ პუბლიკაციების დასაბჭდად გამოიყენოთ, ახლა მე ამას მოდი და ზდიე ოცნებას, ხო? ანუ რა თქმა უნდა ამას გამოიყენებენ ნებისმიერ შემთხვევაში. ამბობენ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა გზას, რომ ეს ხვრელები, რომელიც აღმოაჩინეს იმ კანონში, ახლა ახალი კანონით ამოვქოლოთ და ფული ვერ შემოიტანოს გილაურმა და ლომჯარიამო ირაკლი კირცხალია ამბობდა თქვენს მიერ ნახსენები. ანუ ეს გილაურ და ლომჯარიამს როგორმე ფული არ ქონდეთ, ამაზე არის ყველაფერი აწყობილი როგორც მე. ხო, იმიტომ რომ ეს მე რა ხო გახსოვს ჩვენ როგორც იყო, დაიწყო ყველაფერი ერთ ასე ვთქვათ გამჭვირვალობის მხოლოდ მიზნებით იხსნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობიდან მივედით უკვე დიქტატურამდე, ხო?
მე დღესაც თქვი და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს უკვე აღარ არის აი ავტორიტარიზმის აი ბოლო სტადიაა შეიძლება ითქვას და ნუ რაღაცა ერთი ნაბიჯი დიქტატურამდე აი დაახლოებით ამ ფაზაში ვართ და სხვანაირი ახსნა ამას არ ექნება. ყველაზე სამწუხარო ის არის რომ მიზანი, მთავარი მიზანი აქ რა თქმა უნდა ამას ოცნება პროპაგანდისტულად ხსნის რომ თითქოს ახლა სუვერენიტეტს იცავენ და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და ერთი ნაბიჯით არავის მიცემთ უფლებას იქ რაღაც გამოლახოს და ასე შემდეგ. უცხო ქვეყანა და ჯერ ვინ არის უცხო ქვეყანა, მტრული ქვეყანა ეს ცალკე გასარკვევია ეს ერთი, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, არავინ არ არის წინააღმდეგ გამჭვირვალობის, მე პირადადაც არ ვარ გამჭვირვალობის წინააღმდეგ. საერთოდ ვერ ხედავ ამის პრობლემას, მაგრამ აქ თავარი ის არის რომ ეს ცვლილებები გამჭვირვალობიდან გადაიზარდა, ნუ აი ავტორიტარიზმის წინა ფორმებში გადავიდა და ახლა თავარი მიზანი ამისი არის რომ ოცნებამ ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება. ერთადერთი მიზანი აქ თორე ლეგიტიმაცია არ მოიპოვება და ვერ მოიპოვება ძალით, ხო? ძალადობით და დაძალებით. ახლა ბევრი ამბობდა რომ მაგრამ თქვენი პარლამენტში შესვლა იყო მათი ლეგიტიმაციის აღიარება და ასე შემდეგ, ხო? გავიარეთ ჩვენ ეს თემა. ახლა რა ლეგიტიმაციის აღიარება იყო? ჩვენ თქვით თავის დროზე რაც თქვით რომ იყო შეცდომა ის ერთწლიანი ბოიკოტი, ამას დღესაც ვამბობთ. დღეს კიდევ უფრო მეტად დარწმუნებულები ვართ რომ ესეა, იმიტომ რომ დღეს რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით იქ ყოფილიყო წარმოდგენილი, სულ სხვა სურათი იქნებოდა აბსოლუტურად. შეუძლით ხელს ამ გამომცემლობაში. მე რა ოპოზიცია ესე ვერასდროს ვერ შეუძლის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამგონებაში ხელს ვერ შეუძლით. და უმცირესობა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი ხო არ უნდა მოკვდეს, ხო? ანუ ახლა პოლიტიკოსები იმისთვის არსებობენ, რომ სადაც საჭიროა, იქ იბრძოლონ და წინააღმდეგობა გაწიონ. დანარჩენს ხალხი უყურებს, ხალხი განსჯის და როცა ამის დრო მოვა, ხალხი მიუჩენს სათანადო, ასე ვთქვათ, ადგილს დღეს არსებულ უმრავლესობას და ჩვენ აქეთკენ უნდა წავიდეთ, რომ ეტაპობრივად ხალხს დავანახოთ რეალურად მათი ნამდვილი სახე. და ამას დამერწმუნეთ, ახლა კირცხალიაზე რო საუბრობდით, ახლა გავიგე რომ შეიძლება ისედაც ყველა მიცის, მაგრამ საბოლოო ჯამში რას ვაკეთებთ? ანუ იძულებულს ხვდით, რომ თავისი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოავლინოს. აი დღეს გახდა იძულებული და კიდევ ერთხელ გამოავლინა. ძალიანაც კარგი. და ეს ყველაფერი გროვდება და ბუნებრივია ვილექება ადამიანების საზრუნავებაში და ისინი ძალიან კარგად ხვდებიან სინამდვილეში ვინ არის. ჩვენი ბრძოლის გზა გვაქვს. ამ გზაზე მივდივართ დამოუკიდებლად, თანმიმდევრულად და ნამდვილად არავის გადასაწყვეტი არ იქნება. ახლა არც ოცნების და არც სხვა ფლანგის ნაცების მით უფრო და ნებისმიერი სხვა ფლანგის ჩვენ როგორ ვიმოქმედებთ. ჩვენ თვლით რომ დღეს ჩვენი ყოფნა პარლამენტში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ეს ყოველდღიურად რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო წუნდებით ამაში რომ ეს ჩვენ დაბრუნება, ასე ვთქვათ, ბოიკოტის ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში იყოს ორი ნაბიჯი. ასე ვთვლით. ხო, კი ბატონო, თქვენი გასასწორებით მადლობა დიდი გადაცემაში. მადლობისთვის გიორგი შარაშიძე იყო ჩვენი სტუმარი, საპარლამენტო ფრაქცია საქართველოსთვის წევრი. შემდეგი ჩვენი სტუმარი თაზო დათმაშვილი, ლელო საქართველოს წევრი იქნება. ამამდე კი გეტყვით კიდევ ერთი სიახლის დღის მთავარი თემის შესახებ. საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად გარზრახ კვლელობის ორგანიზების საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიაშვილის ბესარიონ ბუსა ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს. როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ კვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილიაო, თქვა პროკურატურამ. საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ კვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიანს და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. თაზო დათმაშვილია, როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარი, ლელო საქართველოს წევრი, მოგესალმებით თაზო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თავიდან ამ თემაზე მინდა მცირე კომენტარი გთხოვოთ, იმიტომ რომ 5 წლის წინაც თითქოს ამაზე იყო საუბარი, რომ ეს ადამიანები იყვნენ აქ გარეულები, მაგრამ 5 წელი პროკურატურა არაფერი არ გააკეთა. დღეს უცებ რა შეიცვალა 5 წლის თავზე, რომ უცებ გამოიძიეს. რა მოხდა შენი აზრით? მოგესალმებით, მე მივსალმებ ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. ძალიან მძიმე ამბავია და ძალიან რთული გასარჩევი, იმიტომ რომ აი ამ ხელ ტრაგედია დატრიალდა. ვერ ვიტყვი რა ხან დანამდვილებით არაფერი ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიცი ხა სპეკულირებისგან და პოლიტიკური შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ფაქტია რომ გარკვეული კლანებისგან, გარკვეული ნაწილისგან კლანების ქართულს დაკავშირებული, როდესაც ბჭყალებში განთავისუფლდა ქართული ოცნება, მას შემდეგ დაიწყო ეს რაღაცა პროცესი
სამართლის ანუ ვიღაცები აფერხებდნენ ამ საქმის გამოძიებას, ხო, ამაზე საუბარი. ეს ხო, ეგ უთხოვარია, რაც ახლა ვერ შევალ მართლა ძალიან ძიმე საკითხია და ამიტომ მოვერიდები რაიმე სპეკულაციებში შესვლას, მაგრამ რაც აი დღესავით ნათელია და ხელისძულზე ჩანს, ეს არის რომ კითხვა ხო უნდა დავსვათ, იმიტომ რომ კონკრეტულად არ ამბობს რომ რაღაც ახალი გარემოება გამოიკვეთა. აქ საუბარია რომ ჩანაწერები, კამერების ჩანაწერები 5 წლის წინაც არსებობდა, გუშინდელი არა. ანუ 5 წლის წინაც შეეძლოთ ჩვეულებრივად გამოეძიებინათ ეს. ფაქტობრივად პროკურატურამ ესე უთქმელად აღიარა რომ ეს საქმე თაროზე შემოდებული ამბავი უცებ გამოამზეურეს. ახლა რატო ეხლა ეს პოლიტიკურად ჭირდებოდათ ამ მომენტში ეს იყო ვერ შეაკავეს მართლა ის რაც თქვი ჩემი აზრით განთავისუფლდა გარკვეული პიროვნებებისგან მძიმე პიროვნებებისგან. ხო, ანუ ღარიბაშვილის კლანი შეიძლება რა ფარავდა? ხო, ოთარ ფარცხალაძის პერსონაჟზე ვაკეთებ მე აქცენტს. აი ამ რაღაცა უბინძურესი შალბნელი საქმეებით ახლა ყველასთვის ცნობილია რომ ოთარ ფარცხალაძე იყო ივანიშვილის კარზე დაკავებული, ხო? ოთარ ფარცხალაძე ახლა არავისთვის არ არის უცხო ამ ქალაქში რომ იყო ის კაცი რომელიც 1000 ბოროტებას ფარველობდა ამ ქვეყანაში. ამიტომ ხო ვერ გეტყვით არამბილებით, მაგრამ ფაქტის ახეზეა, რაც სწორად აღნიშნეთ. ანუ სანამ დედამ არ დაანონსა აქცია, ეს როგორი წარმოიდგინეთ ახლა იგივე ხო მასწავლებლის ახალგაზრდა მასწავლებლის პრობლემის საქმეზეც გიგავალენის საკუთარ ასე სანამ დედამ არ იბრძოლა, ხალხი არ შეყარა, არ დაანონსა გამოძიება ბოლომდე არ მივიდა და შემდეგ ნიკო კვარაცხელიას დედამაც რო თქვა რომ ეხლა მეც ვიბრძოლებ და აქციას გამომართავ მეორე დღეს გახსდეს. მეორე დღეს გახსდეს საქმე. ვინმეს თუ გონია როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოს ჩამონგრევაზე, ინსტიტუციურ ღვევაზე, აი მობედურებაზე, რასაც იწვევს ასეთი ტიპის მმართველობა, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური სიტყვებია და რაღაცა დებატში ან დისკუსიაში უპირატესობის მოპოვებისთვის ვამბობთ ხოლმე. რა ვიცი, ძალიან ცდება, იმიტომ რომ არა ვართ ჩვენ ციდან ჩამოცვენილი ხალხი და არა ვართ ზოგადად პოლიტიკოსები რაღაცა განსხვავებული ჯიშისგან გამოყვანილი ადამიანები. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ცხოვრობთ ამ სოციალურ ქსოვილში, ამ ქვეყანაში და როდესაც ესეთ რაღაცებს ვლაპარაკობთ, როდესაც ასეთ ძიმე რიტორიკას ვიყენებთ, რომ ქვეყანა ინგრევა, ინსტიტუტები როცა ინგრევა, მაშინ რა იკავებს? საქართველოს ეს ხო უცხო არ არის თან ჩვენთვის. როდესაც ქვეყანა ჩამოიშალა, რამ დაიკავა ამ ინსტიტუციების ადგილი? კრიმინალმა ხო არა, აი ამ თარეშმა ხო არა, ადამიანების განუკითხაობამ ხო არ დაიკავა ის სივრცე, რაც სახელმწიფომ დატოვა. ხო ეგრე ეს ხო გამოვლილი გქონდა. მე ამაში გავიზარდე. მე 90-იან წლების თაობის ადამიანი ვარ და ამაში გავიზარდე. აი პატარჩემი ბავშვობა გალია აი ამ ეგრეთ წოდებულ ბესპრეძელში. და ბესპრეძელი დგება მაშინ, როდესაც სახელმწიფო გადადის აი ასეთი ტიპის მოდელზე, რა მოდელზეც ივანიშვილმა გადაიყვანა ეს ქვეყანა 21 საუკუნეში. ამიტომ არის ეს ყველაფერი. ამიტომ არ შეიძლებოდა ოთარ ფარცხალაძე ბოტასის ქურდი იმად დანიშნო პროკურორად და მე გავლენები დაუტოვო, რომ ყველაფერი გვერდიდან მართოს, იქნება სასამართლო თუ პროკურატურა. ასეთი ტიპის მმართველობა, როცა პრემიერ-მინისტრი, ყველაზე გრძელვადიანი პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების პირობებში იყო კორუფციონერი, რომელიც ეხა ციხეში ზის ბაგაბაღის ბავშვების საჭმლის ქურდობაზე და იმათი რაღაცა მაგამბავზე, როცა კაცი რომელსაც უსაფრთხოება უნდა ებაროს. აი იმაზე რომ ესეთი რაღაც არ ხდებოდეს ქვეყანაში, უსაფრთხოება უნდა ებაროს, იყო თაღლითების ფარველი და თავად თაღლითი. აი ასეთ სახელმწიფოს როდესაც აშენებ, რა თქმა უნდა ბუნებრივი მოვლენაა ეს, რომ მარტო მაშინ იძიებს საქმეს, ანუ სამართალი მაშინ დგება, როდესაც ხელისუფლებას ეს შეაწუხებს. ეხლა აი ხო გავალენის ამბავი მიაწვათ. ხო, თორე ჩაფარცხვით არ დაიწყო, როგორც აქამდე ეს გაუკეთებიათ, ხო, იმის შემთხვევაში, რა ქვია, ხორავას ქუჩის საქმის შემთხვევაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვიცი, კიდე უნდა ველოდოთ ალბათ სხვა საქმეების გამო. უნდა ველოდოთ, ამასაც უნდა ველოდოთ. უბედურებას უნდა ველოდოთ ამ ქვეყანაში კრიმინალის გააქტიურების თვალსაზრისით. ხო, ხედავთ რა ხდებოდა დღეს სასამართლოს ეზოში. ხო, ხედავთ რომ არ ბოდიში და ფეხებზე კიდია რაღაცა გაუმკვეველი კლანების, ვიღაცა იმას აქვე ფეხიც ბიჭებს ერთმანეთისთვის ცემატყების გამართვა იმაში სასამართლოს ეზოში. მე და შენ ჯანგველაძის კვლელობის საქმეზე შევახსენოთ ჩვენს უთხრათ რა მოხდა რომ სასამართლოში იხილებოდა ეს ჯანგველაძის შეკვეთის კვლელობის საქმე და ორი კლანის წარმომადგენლები ერთმანეთს ჯგუფის ხო ერთმანეთს მიქაძეევის და ჯანგველაძის წარმომადგენლები ცემატყება გამართეს სასამართლოს ეზოში მე და შენ ამის მეასწედი რო გავაკეთოთ სასამართლოს ეზოში მე დაგვალპობენ ციხეში რამოდენიმე კვირას გაგვატარებინებენ ციხეში ტელეფონს აღარ გვატანინებენ და ის ვიღაცა იმის რა ქვია მანდატურები აქეთ გვირტყავენ კაცო ლამის თავპირი და
დამამტრიეს და ეს რა ქვია ლამისკერა დამამტრიეს და ეს ხალხი ერთმანეთს ხო დაინახეთ ან კადრები ყველამ ხო ნახა რომ ჩვეულებრივ ხელჩათური ჭუბია დედის სისხლს აგინებენ ერთმანეთს და პოლიცია და ეს აწვება რომ გაიყვანოს ერთმანეთსგან გააცალკეოს დღეს საღამოს ვიღაცა ისა რა ქვია არ ვიცი რა თუცაუს სახელის კაცი აფეთქეს იმაში რა ქვია ოზურგეთში საეთეროს მინდა ვთქვა თუ გვაქვს ეს კადრები ჩვენც გავუშვათ გურიაში აფეთქეს რატო გონია რატო დარბის ცემატყების კადრები რატო დარბის რამოდენიმე თვეა უკვე პოლიცია და რატო არის რომ აბსოლუტურად უკანონოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეს ხო ყველა მიცის ხო ვინც გვიყურებს ყველა გადახდა ალბათ უკანასკნელ 3 თვის მანძილზე რომ პოლიციის მანქანა საპატრულო პოლიცია ოპერ მუშაკები ქუჩაში მანქანებს აჩერებენ ხალხი განმოყავთ და ამ მანქანებს ჩხრიკავენ რატო ჩხრიკავენ ამ მანქანებს იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან ივანიშვილის კარზე რომ კრიმინალი ამ ქვეყანაში ისეთი გააქტიურებულია ეს რაღაცა ვენდეტები ისეთი გააქტიურებულია რომ გადავდივართ აი ისე ბნელ ფაზაში აი ეს ქვეყანა ძლივს რო ამოვატრიეთ ისე ამ ფაზაში გადადის პროცესი კაცო აგერ დღესაც ვიღაცა ააფეთქეს იმაში რა ქვია გურიაში აგრეთვე რაღაცა კრიმინალური ავტორიტეტის ზედმეტსახელი არის ნახსენები აი ეს ხდება რომ საკრებულოს თავმჯდომარე ჩოხატაურის პოლიციელს უმოწყალოდ სცემს იმიტომ რომ ისა რა ქვია რაღაც ქურდებს პატივს არცემს თუ არ ვიცი რა გავს რაღაცა ქურდული ამის გარჩევა აი ამ ქვეყანაში ცხოვრობ და მე რა ხდება იმას გირაოთი გამოუშვებენ უბრალოდ ეხლა ვეღარ გადაფარეს და ის კაცი ციხეში დააბრუნეს და მზე ამაღლობელი სილის გარტყმის გამო 2 წელს უნდა იხდიდეს და 1 წუთი გირაოთი არ გამოუშვიათ ციხიდან აი ესეთი სამართლის ქვეყანაში სადაც იქნება რაღაცა კასტები ადამიანებს რომელთაც ეხებათ სამართალი და ისეთები რომელთაც არ ეხებათ და ვერასდროს ვერ იპოვენ ამ სამართალს აი ეს ხდება განუკითხაობა ბესპრეცედენტი ხო კი ბატონო ეს ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა მაგრამ ხელისუფლებას ალბათ შეუძლია დღევანდელს ვინც არის ირაკლი აბახტეს თქვას რომ მე ვასწორებ ამ ყველაფერს კორუფციას ვებძვი ყველა დავიჭირე აგერ რაღაც საქმეებსაც ვიძიებ და ასე შემდეგ რა ეთყობა რომ ასწორებს მე რა აი რა ვიცი ხა კი რავი დაიჭირა ისა ღარიბაშვილი კალაძე თავის ადგილას არის მერია თბილისის ეხლა რა ვინმე იტყვის რომ კალაძე ნაკლები ის არის რა ქვია კორუმპირებული აი აგდელებს ის იქ იყო ეხლა ის დავითაშვილი დღეს გამოდის იმიდან პროკურატურიდან და ჩვენო განვიხილეთო საქართველოს გაზმომარაგების შეუფერხებლობაო ანუ თითქოს იმაზე იყო რა ქვია ბიზნეს ლანჩზე იყო ინვესტორებთან ანუ რაღაც ცოკარის პრეზიდენტი კაც სუშში იჯდა დაკითხვაზე 6 საათი და გამოვიდა იქიდან და ჩვენ განვიხილეთ რა განიხილეთ კითხვებს გისვავდნენ და შენ პასუხობ რა განიხილე შეუბედურო შენ ფათაშორის ზუსტად ესეთ შენაირი კომენტარი გააკეთა რამდენიმე წამის წინ სუსმა ეხლა წავიკითხავ სუსის განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავდა რომ ყოფილი ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე სუსი ინტერპრესტიუს განცხადეს რომ გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას ამასთან უწყებაში აღნიშნავენ რომ მსგავსი ინტერპრეტაციის შემთხვევაში სუსი მზად არის გამოკითხვის ოქმის გაასაჯაროს გამოკითხული პირის თანხმობით. ხო, იმიტომ რომ დავითაშვილმა თქვა რომ რაღაცა შეხვედრაზე იყო რა. შეხვედრაზე ევროპის გაზმომარაგების საკითხებს რამე რისკს ხო არ ქმნის, ამას ეხებოდა და ეხლა მეც კითხვები დავსვი რომ რას ნიშნავს ეხლა ევროპის გაზმომარაგება რისკს რატო უნდა ქმნიდეს. ხო, ჩვენი მხრიდან არ ვიცი ხო არა შანტაჟებენ აზერბაიჯანს ვიფიქრე ან რაღაც ევროპას რომ გადაგიკეტავთ. აი ამ ცირკში ვართ რა, ცირკია ეს ყველაფერი, ანუ კლოუნა და რომელიც უბრალოდ ეხლა კი რაღაცა სხვა ვითარებაში ვიყო ჩვენ სასაცილო იყოს, მაგრამ არაფერი სასაცილო ამაში არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ შეუძლებელია რომ სანამ პოლიტიკური პასუხისმგებელი ცივილიზებულ სამყაროში რა, ნახევრად ცივილიზებულ სამყაროში კი ასეთი ამბები რო ხდება და პოლიტიკური პასუხისმგებლობა რო არ დგება, მე შეუძლია კი გეთანხმები რომ პროპაგანდის გზით კობახიძეს რა თქმა უნდა შეუძლია თქვა რომ კი ძმაო ვასწორებთ. მაგრამ ჩვენ ხო რეალობას ვხედავთ, აი ხო ვხედავთ რომ არ არის ეგრე მარტივად არ სწორდება. ამათ ეგონათ ეს რომ ეხა ღარიბაშვილს რო დაიჭერდნენ, არ ვიცი ხო რაღაცა ისეთი მოხდა ეხა ამაზეც ვერ ვიტყვი რა მოხდა ზუსტად. ჩიგდით მაგრამ ისეთი რაღაცები მოხდა რომ ღარიბაშვილის კეისი და აი ეს რაღაცა ნახევარი მინისტრთა კაბინეტის ღარიბაშვილის კეისები კორუფციის ვეღარ დამალეს და გამოამზიურეს. რატო რისთვის არ ვიცი. ეს ხო მოხდა. მაგრამ ეხა გვიქ კალაძე რო კიდე თავის ადგილას არის და ფულის ხაპვას აგრძელებს. ის კორუფციული სქემები რო ისევ თავის ადგილას არის მერაბ. როცა ლაპარაკობ იმაზე რა ქვია ლილუაშვილზე რომელიც ფარველობდა კოლ-ცენტრებს. აი ჩვენ ხო ამის იქით ეს გამოძიება ამის იქით ხო არ წასულა საჯაროდ. მე არ ვიცი არასაჯაროდ, საჯაროდ ამის იქით ხო არ წასულა. ის კოლ-ცენტრები დახურეს.
ის კოლ-ცენტრები, რომელსაც ფარველობდა. ეგ ხო ნიშნავს, შენ რო იძახი, რომ შენ მიწა, შესაძლოა, რა ქვია, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სუსის უფროსი, ფარველობდა თაღლითურ კოლ-ცენტრებს. ნუ ეს ხო კატასტროფა არის, რომ 7 წლის მანძილზე უსაფრთხოებას კი არ იცავდა ამ ქვეყნის თაღლითებს ფარველობდა და ვიღაცა თურქ ბიზნესმენს შეეძლო მილიონი მიეტანა და რა ვიცი, რა უბედურება გაეკეთებინა ამ ქვეყნის, თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით იმ მილიონად, ხო, არავინ არ იცის, მე ალახმა უწყის. ის კოლ-ცენტრები, კაცო, რომელსაც ფარველობდა, ესე იგი ხო მოიკულიე. ხო, რაღაცა 100-ობით, 1000-ობით კოლ-ცენტრი ამ ქვეყანაში. სად რატო ოპერირებს ისევ ეს კოლ-ცენტრები? ბიჭო, ეს ხო დიდი ქალაქი არ არის, ეს ხო დიდი ქვეყანა არ არის. ხო ვიცით, რომ ისევ ოპერირებს ეს კოლ-ცენტრები. ხო ყველა მიცის, ვინ არის ამ საქმეში გასვლელი, ვინ არის ამებით დაკავებული. ისინი რატო არ იკეტება? იმას ხო შემსრულებელი ხო, ლილუაშვილი რაღაცა ჯადოსნოს ხო არ ფარველობდა, კაცო, ის რობოტები ხო არ აკეთებდნენ ამ საქმეს, ხო? ლილუაშვილი ხო არ იყო მარტო ადამიანი. და ეს საქმე სად მიდის? დანარჩენი ხალხი სად არის? იმათ რატო არ იჭერს არავინ, ხო? შესაბამისად ეხლა რა კი შეუძლია კომახიძეს თქვას, რომ რამეს ასწორებს, მაგრამ რეალობა არის სხვა. რეალობა არის, რომ ლილუაშვილი მოკისტეს, ოდიში ამ ჟარგონის გამოთქმისთვის, ჟარგონული გამოთქმისთვის, ლილუაშვილი გაწიეს და მისი ადგილი სხვამ დაიკავა. ხო, ასევე კიდევ გვახსენდება აი ეს მილიარდობით რაღაც რუსული რუბლი რო შემოიტანეს სავალუტო ჯიხურში გასათეთრებლად. საუბარი იყო რაღაცა ბეგოდ 57 მილიარდის რუბლზე. და რაღაც სასაუბრო ხაზე იყო ლაბარაკი და შესაბამისად რავი ეს საქმე სად წავიდა. არცა გაქრა, მოაგვარეს, გადავიდა. რა ვიცი, ოთარ ფარცხალაძე ზაშტ ბრალieდება, რეებშიც ბრალieდება. ის ამბები სად არის? სად არის ეს ამბები, კაცო? ის კაცი ციხეში როზის რა ქვია, ღარიბაშვილი. სად გრძელდება? მარტო ერთი ამბავი იყო, მარტო მართლა ბიძამისი კაკაშას ღვინის იყო, რა ქვია, ქახანა. ანუ აქ ხო ლაპარაკი არის, რომ თან გვეუბნებიან, რომ სისტემური ამბავი აღმოფხვრეს. თან გვეუბნებიან, რომ აი დიდი ღალატის ის გახსნეს кейსები და ეს ამბავი არცად არ მიდის. თავდება იმით, რომ რაღაცა გარიგებებით, რაღაც შეთანხმებებით, რაღაცა ომერტათი, აი ჩვეულებრივი მაფიოზური ომერტათი რა. ომერტა არის რაღაცა ისა დუმილის კანონი, ხო? მაფიოზურ სამყაროში იტალიაში დუმილის კანონი. აი ამაში ვცხოვრობთ ხალხო. არავინ არაფერი არ თქვა. აი ამ ხელა ამბავი დატრიალდა, აი ესეთი მრგვალი მაგიდა რო დგას კანცელარიაში, მინისტრობის მაგიდა რასაც ქვია. იმ მაგიდის გარშემო ვინც ზის, იმის 70% ეხა ან ციხეში ზის, ან შინაპატიმრობაშია, ან კალამი ვერ გააგდებინეს ხელიდან, რომ ყველა სხვა ჩაუშვას, თვითონ რო არ ჩაიძიროს, აი ფაქტიურად მთელი ის მაგიდა და ყველაზე დიდი ხანი იმ მაგიდის გარშემო რო იჯდნენ ეგეთი ხალხი და ახაცა ომერტაა, ქოცური ომერტა არის, არავინ არაფერს არ ამბობს და უბრალოდ აი დემონსტრაციულად ეხა ეს არის დაჭერილი, ეხა ის არის. რაღაცა ზოდებს განახებენ, არ გეტყვიან ვისი არის ეს ზოდები. ეგ არის კორუფციასთან ბრძოლა? ეგ არის კორუფციასთან ბრძოლა? ეს არის სისტემურ დანაშაულთან ბრძოლა? კი, რეიდებს ატარებენ, ცდილობს რომ შეაკავოს აი ეს რაღაცა კრიმინალური გარჩევები, მაგრამ ხო ხედავ რომ ვერ აკავებს. ხო ხედავ რომ არ თავდება. სასამართლოს ეზოში აქვს უკვე კრიმინალური გარჩევები. ამიტომ რა ვიცი, საქართველოს მოქალაქემ უნდა დაფიქრდეს ამაზე. რომ ამას მე და შენ შაბათის მარშებზე და იმებზე კი არ ვითხოვთ და ხალხი იქ წელიწად ნახევარი იმიტომ კი არ დგას რომ რაღაცა მართლა რაღაცა ფულს უხდიან აი ეს მახინჯი იდეები ცოტა ხანი ხო უნდა გავიფილტროთ უკვე პროპაგანდა შეიძლება ეს ილუზია შექმნას მაგრამ ეს ილუზია იმსხორება ძალიან რეალური ხელმოსაჭიდი ბოროტებებით რომელიც ამ ქვეყანას ემართება კრიმინალის გააქტიურებით აი ამ რაღაცა თაღლითურ კოლ-ცენტრებში ჩაძრით სიღარიბით ფასები გაურბით შეიძლება გატყუოს რომ ძალიან კარგ ქვეყანაში ცხოვრობს გამთავრებულად იმედა მაგრამ რაღაცა გაჩერდნენ ფასებზე აღარ კომისიას გაჩერდა თუ არ გაჩერდა უბრალოდ აღარ ტრანსლირებენ ისეთი სიხშირით რომ ეხლა რა ვიცი ხალხი მოდის იქ რაღაცა პაუზა აქვს პატარა პაუზა აქვს რომ ღორმა როდის უნდა გოჭი გააჩინოს მაგაზე ლაპარაკობენ და ქათმის ფიზიოლოგიაზე გაუთავებლად კაცო და მიხვდნენ რომ ეხლა ეს მათთვის კარგად არ მუშაობს და არ გამოიყურება ლამაზად რა ვიცი ქოცურ პროპაგანდაშიც კი რაღაცა ეს რაღაცა წილოსანის თითქოს ისეთი ჩარკიტება დიდი იმაზე რა ქვია სუპერმარკეტში ფასნამატი რამდენია ანუ არასერიოზულია გაიგე ერთია რომ შენ ცდილობ პროპაგანდას რაღაცა ისენი შექმნა ზღუდეები მაგრამ ამ ზღუდეებს ანგრევს კრიმინალი გაზრდილი ფასები აი ეს ყველაფერი კორუფცია უკვე ანგრევს აღარ ეტევა რა ამაში და უბრალოდ ხო ადამიანებმა უნდა შეხედონ კრიტიკული თვალით საკუთარი შვილების მომავალს უბრალოდ არაფერს სხვა საკუთარი შვილების მომავალს რა ქვეყანაში ზრდიან თავის შვილებს ქვეყანაში რომელიც ისე უბრუნდება კრიმინალური მენტალიტეტი
პარიტეტი და ჩვეულებრივი ამბავი, ამ სასამართლოში რავი რაღაც ჩვეულებრივი საქმეზე რო გაიგე, შეიძლება გაიხედო და იქ ლაივში პირდაპირ შენმა შვილმა არ ვიცი, შენვე დაინახო ეს კრიმინალური გარჩევა. რა ხდება სკოლებში? აი ეს რაღაცა ულტრაფაშისტური მოძრაობები, რომელიც მოწყალოთ ადამიანებს წემენ, ხო ეს ჯოჯოხეთ რაც ავალიანის ამბით გასკდა. გახეთქ ეს ამბავი, მე რა, სად არის დანარჩენები სად არის? არა, ეს გახეთქეს არა, დედამ გახსნა ფაქტობრივად ეს. ფაქტობრივად ხო, ანუ დედას უარეაქტიურად, აი მართლა რკინის კალამნები არ ჩაეცვა ამ ქალს, უბრალოდ ჩაივლიდა ეს ყველაფერი, როგორც ჩვეულებრივი ამბავი. ერთ-ერთი ბოლო თემა, კაცო, შემთხვევით ჩართული ტელეფონი დარჩა იმ ბავშვს, 16 წლის ბავშვს, რომელსაც აბრალებდნენ რაღაცა იმას, რა ქვია, ბარიგობას. და რა დღეში აგდებენ, ხო, ნახე არა, ეს ჩანაწერია რა. რა დღეში ჩააგდეს 16 წლის ბავშვს, ზრდასრული ადამიანები, რომელიც წესით ჩვენს უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ ყოველდღიურად, საღამოს ოპერათ, იმიტომ გამოდიან გარეთ, რომ მართლ წესრიგი დაიცვან და ამის მაგერად 16 წლის ბავშვს მამის გაუპატიურებით ემუქრებიან ხალხო, ციხეში მამის გაუპატიურებით, რომ რაღაცა აღიაროს, წემენ, ემუქრებიან თითების დამტვრევით და ეს არის ნორმალური, ეს არის სამართალი და რა მოხდა იცი ამაზე? და ის გეკა გელაძე გამოდის და იძახის, რომ კაცო, საქმე აღუძერეთო და საქმე რაზეა იცი აღძრული? სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ანუ ბავშვს მამის გაუპატიურებით ემუქრებიან 16 წლის ადამიანს ფსიქიკა დაუნგრიეს. ფსიქიკა დაუნგრიეს. თითებს დაგალეწავ თუ ანუ წამებით ემუქრებიან და ეს არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება. და იქ რაღაცა 5 თუ 6 კაცი იყო და ერთია ესეთი. ერთი, ანუ რამოდენიმე ხმა ისმის ჩანს კადრებში ბევრი ხალხი, ბევრი, მერე ჩანს აი მთელი პროცესი, როგორ იფარცხება, ვიღაცა განყოფილების უფროსი როგორ რეკავს, აი მთელი ეს პროცესი ჩანს და თითქოს არაფერი. ვითომ არაფერი ერთი კაცით თანამდებობა ის არის უფლებამოსილების გაჩარება. ის რა სიტუაციებს უფლებამოსილების გაჩარება, ან შინაპატიმრობას, ან ჯარიმას. და ეს კაცი დარწმუნებით რო გაყვეს ჟურნალისტი გამომძიებელი, რამოდენიმე წელიწადში სამსახურში აღადგენ. აი ამაში ვცხოვრობთ. აი ამ რეალობაში ვცხოვრობ და რა ვიცი ხე ეს რეალობა როგორ შეიძლება პროპაგანდით გაიყიდოს ყველაფერი კარგად არის მე მგონი ძალიან ნათლად ჩანს ხოლმე აი ამ დაჟე მათთვის მათივე ინსცენირებულ დებატებში სადაც რა ერთ კაც მიიწვევენ ოპოზიციიდან და 45 კაც შემოუსვავენ დაწყებული ფსიქიურად ავანტყოფებით ხა არ მინდა დავასახელო კონკრეტულად მაგრამ ფსიქიურად ავანტყოფით და გუშინ დებატების მაგიდაზე რუსთავი 2-ზე დაწყებული მაკედან დამთავრებული რაღაცა პუჩისტებით და ხალხით რომლის ბიოგრაფიაც იმდენად გასწრილია რა ამ ქვეყნის ყველა უბედურებაში დამოუკიდებლობის 35 წლის მანძილზე აი ამ თელ იმას შლეიფს შეუკრავენ ხოლმე და მაინც ვერ იგებენ დებატებს. იმიტომ რომ დამთავრებულია ეს ხელისუფლება დგას დღეს შიშზე, ეს ხელისუფლება დგას აი ამ პოლიციურ ძალადობრივ სისტემაზე, რატო არიან სინამდვილეში ეს ხალხი ესეთ თავგასრულები? მე არ მინდა რომ ვიყო არაობიექტური. ეხლა 2012 წელიდან რაღაცა პერიოდამდე რომ მოვიდა, ეს ხო არ ხდებოდა პოლიციაში. აი ეს რაღაცა მიშას დროს რაც ხდებოდა, ხო? აი თავგასულო პროცესი, შენ რაღაცა კასტას აძლევ უფლებას რომ იყოს ოპრიჩნიკი, ანუ იყოს თავგასული იყოს, რაც უნდა ის გაკეთოს, რომ ამისთვის არ დაისჯება, იქ ყოველთვის გადამეტება ხდება ამ უფლებამოსილების. დასაწყისში ხო არ იყვნენ ეხა. უბრალოდ ეხა დაჭირდათ ეს პოლიცია როგორც მთავარი საყრდენი ძალადობრივი სისტემის, ხელისუფლების შენარჩუნების ძალადობრივი სისტემის და ამის ბუნებრივი პროცესია, რომ მე ეს ოპერ მუშაკები აი საშოვარს რო გადიან ისე იქცევენ როგორც 16 წლის ბავშვი იქცევენ. მე ეს ხდება უკვე აი გარდაუვალი. ხო, აი დავითაშვილის საქმეს ვიდა დაუბრუნდე. როგორ ფიქრობ? შემდეგი დავითაშვილი იქნება ციხეში ვინც აღმოჩნდება ამ თავრობიდან. ვერ გეტყვი, ფაქტია რომ თან ახლა ის არ ვიცოდი ეს განცხადება შენ რაც წაიკითხე, საკმაოდ კაცრია და ეს განცხადება რომ ძალიან სწორხაზოვნად თქვას რაც არის. დავითაშვილი იქნება შემდეგი, ქარსელაძე იქნება შემდეგი, რომელიც ახლა ბევრი ინფორმაციით ფაქტიურად შინაპატიმრობაში არის. კალაძე იქნება ეს შემდეგი. ფაქტია რომ აი ეს გრძელდება. ანუ ახლა რაღაცა ისე არ მომივიდეს რომ ამ რაღაც იდიოტობის ანალიზში ძალიან მათ შევიდე, მაგრამ ხო ფაქტია რა, ანუ სხვა არაფერი აღარ დარჩა. არც საზოგადოების გამოსაკვებად, საზოგადოების აზრის და პროპაგანდის გამოსაკვებად, გარდა აი ამ საკუთარი შვილების ჭამისა, ხო, აი ამ რაღაცა უძველესი ბერძნული მითის შესაბამისად, ხო, კრონოსი რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს, აი ამ პროცესის გარდა ბევრი რამე აღარ დარჩა გასაყიდი ქართულ ოცნებას. ეხლა აი ამითი ცდილობს ფონი გაიტანოს ოღონდ ამას ხო ძალიან ცუდი შედეგი მოყვება ყოველთვის. სადღაც ხო გამოელევა ეს ისეთი საჭმელი წიწილები და ბოლოს საწავა, ხო, ბოლოს ვისთან მიდის ეს ყველაფერი, სად იქრება. კაცო, შეიძლება
შეიძლება რომ რაღაცებზე ვიმსჯელებდი მართლა რომ პოლიტიკური ფიგურები იყვნენ ეს ხალხი, აი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები, რომელიც მეცოდინებოდა დამოუკიდებლად აშავებს რამეს ღარიბაშვილი. ვიზია ლაპარაკი. ივანიშვილის ერთი კომპანიის დირექტორი, მეორე კომპანია, ანუ ამ ხალხს პოლიტიკური ბიოგრაფია მე რა არა გაქვს. შენ ხო ჩემზე ბევრად კარგად იცი და ინფორმირებული ხარ ფაქტობრივად ლამის ამ ქვეყნის თელი დამოუკიდებლობის ისტორიით მოყვებია პოლიტიკურ სივრცეს. ამ ხალხის გაგლებდა გვარები, არსად არავის არ გაუგონია, სანამ იმ თანამდებობებზე არ დაინიშნა, რაზეც ივანიშვილმა დასვა. ეს ხო მისი წიაღია. მართლა მისი შვილები არიან, ფაქტობრივად ღარიბაშვილზე. ხო იძახდა, ფაქტობრივად ჩემი შვილი არის. ეს ხო ამ კაცის მოყვანილი ხალხია. ისინი რასაც აკეთებდნენ, ეს ხო ივანიშვილის მიცემულია. ეხა ეს რაღაცა მეორე ჯიშის კოცები. ივანიშვილი ყველანაირ პასუხისგებლობას აირიდებს. პოლიტიკურსაც კი ანუ ეს მისი მომხრეები მას არ აკისრებენ არაფერზე პასუხისმგებლობას. ეგ არის უბედურება, რომ პოლიტიკური იმდენად მოკვდა ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი და ეს არ არის მარტო ქართული ოცნების ბრალი, ეს რა თქმა უნდა ქართული ოცნებამ რუსული სპეცსამსახურების ხელდასმით და სახელმძღვანელოთი იარეს ამ გზაზე და ეს ქვეყანა აქ მოიყვანეს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ჩვენი ბრალიც არის, ჩვენც ვერ მოვახერხეთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი შეგვენარჩუნებინა და ეს ამის შედეგია, რომ საერთოდ ცნება გამქრალია. მართლა ეხა ხო აი გამოკითხვა რომ ჩაატარონ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ხო აი რაღაცა ის გონია რომ ნორმალურია რა და რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეიძლება არ არსებობდეს, რომ არსებობს უბრალოდ კრიმინალური პასუხისმგებლობა და პოლიტიკური არ არსებობს და თითქოს ეს არის კარგი რამე. აი ეს რაღაცა საბჭოთა კავშირის დროინდელი ერთი ცეკას მდივანი რო წავიდოდე და მე წინამორბედის იმას რო იჭერდა ხო შლეივს მთლიანად ხო ეს შევარდნაძე რომ მოვიდა ცეკას მდივრად ცნობილი ამბები იყო ეს მოვლენებთან ბრძოლა რო დაიჭირა ნახევარი ისა რა ქვია წითელი დირექტორები და ისინი დემონსტრაციულად ანუ ამაში ხო არ ცხოვრობთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის რომ რავი ირაკლი ღარიბაშვილი კი არის შემდგომი პრემიერ-მინისტრი რომელსაც თავის წინამორბედი დაიჭირა ოღონდ ვინმეს ხო დავიწყო და ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი ყობახიძეს გულისხმობ ირაკლი ყობახიძე პარლამენტში პირველი კაცი იყო ფაქტიურად ხო ფრაქციის ის იყო რა ქვია ლიდერი იყო უმრავლესობის თავმჯდომარე ირაკლი ყობახიძის დამტკიცებულია მინისტრად ეს კაცი ირაკლი ყობახიძის დამტკიცებულია ეს მთავრობა მისი ცნობილი განცხადება სხვათა შორის რომელიც მან ერთ-ერთ ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა და ხშირად უტრიალებენ რომ აი ჩვენი გუნდის წევრებსო დაუდო წინ ფული ხელს არ მოკიდებენო იქ მან ხაზი გაუსვა საპარლამენტო გუნდს ანუ იმ ეთერშიც კი ეს მე არ ვიცი 2018 წლის ეთერია თუ 2019 რაღაცა იგივე ხო ძველი ეთერია მაგრამ დღეს როცა უკან შეუტრიალეს ყობახიძემ უპასუხა რომ მე იქო თელ გუნდზე კი არ ვთქვიო მე იქ ვამბობო ჩვენი საპარლამენტო გუნდს რო დაუდო ხო და გონია რომ კარგი რამე ამით რა გამოდის იცი რომ მაშინაც კი იცოდა რომ თავრობაზე თავს ვერ დადებდა და ანუ ის კი არ თქვა რომ აი მთელი ქართულ ოცნებაზე ფული რო დაუდო ხელს არ მოკიდებენო აკონკრეტებს რომ საპარლამენტო გუნდს რო დაუდო ჩემსასო წინო ფულს არ მოკიდო ანუ მაშინაც კი თავი არ დადო ღარიბაშვილს და სხვებზე ანუ მაშინაც გამოდის რომ იცოდა რა ხდებოდა ოღონდ ხმამიცა მანამდე ხმამიცა გახარიას რომელზეც მე გამოვიდოდი თქვა რომ კაცო დაგვირეკესო ანუ ესეთი მონები ვართო მე სუვერენიტეტზე ლაპარაკობენ მართლა ხო სუვერენიტეტზე ლაპარაკობენ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობენ და ანუ ერთი პრემიერ-მინისტრი დიპ სტეიტმა დამირეკაო თან არ არსებობს ისეთი რა ბუნდოვანმა რაღაცა ნისლიდან ვიღაცამ დაურეკა და უთხრა რომ ეგო პრემიერ-მინისტრი დანიშნესო და ამდენი გვამი ცოცხალი მივიდა პარლამენტში და მწვანე ღილაკს დააჭირა ხელი. ანუ ეს ხო ერთი კაცი აირჩიეს და მაგის მერე აირჩიეს ხალხი რომელზეც იცოდნენ რომ ბოდიში და გათახსირებულები იყვნენ. იცოდნენ რომ აი ისინი თაღლითები, მაიმუნები, კორუფციონერები იყვნენ. და დღეს გონია რომ მართლა კაი რამე თქვა ამით რომ არა კაცო მე ჩემ ხალხზე ვამბობდიო, ჩემებზე ვამბობდიო. რა ვიზე ამბობ, არ ვიზე ამბობდა ოხანაშვილზე? ხო, და მას მამუკამდინარაძეზე ამბობდა. ანუ ესენი არიან ეხა აი ამაში უბრალოდ ეხა მე მგონია რომ ყველა ის ირღვევა, ყველა მათი აი ეს აქამდე ნაფოფინები და ნაშენები, აი ეს მითები, ეხა ირღვევა, მგონია რომ დროის ამბავია, გაძლების ომში ვართ, რომ აი საზოგადოების დიდი ნაწილი დღე მიხვდება რომ აი ეს ყველაფერი არის ფიქცია და რომ ამაში ცხოვრება არ შეიძლება. კი, დღეს არ არსებობს აი ეს ცნება პოლიტიკური პასუხისმგებლობის, მაგრამ რა ვიცი, ყველას უნდა ისმოდეს რომ ეს ხალხი ღარიბია, იმიტომ რომ ივანიშვილი არის ხელისუფლებაში. ფასები იზრდება, იმიტომ რომ ივანიშვილი არის ხელისუფლებაში. ღარიბაშვილი იპარავს, იმიტომ რომ ივანიშვილია ხელისუფლებაში. ღარიბაშვილს არ დაესიზმრებოდა. ამას რატომ ვამბობ? შეხედე, ეს უბრალოდ რაღაცა იმაში რითმში კი არ ჯდება. ღარიბაშვილს თავს დავდებ. რავი, შვილს დავიფიცებ, რომ არ დაესიზმრებოდა. არც ერთი საჯარო თანამდებობა ივანიშვილის ხელის ბიჭი რო არ ყოფილიყო მანამდე, ხო? ხო ვიცით ეს. ლილუაშვილი თავის ცხოვრების ვერც ერთ ეტაპზე ვერ გახდებოდა სუსის უფროსი, რომ ივანიშვილის
მელიტაბურჯის დირექტორი არ ყოფილიყო მანამდე. ქარსელაძე ვერასდროს ვერ იქნებოდა იმის მინისტრი, რამის მინისტრი, რომ არა მისი სიახლოვე ივანიშვილის ხელისბიჭი ლილუაშვილისადმი. ანუ ეს ხალხი კიდევ ერთხელ ვამბობ, არცაიდან აღმოცენებული სარეველაა ქართული პოლიტიკის, რომელთაც არავით არის საჯარო წარსული არ აქვს, არაფერი არ გაუკეთებიათ ქართულ პოლიტიკაში, არაფერი სასარგებლო არ გაუკეთებიათ ქართული საზოგადოებისთვის, ერთადერთი კაცის მსახურებაში იყვნენ მთელი ცხოვრება და ბოლომდე ამ კაცის მსახურებაში დარჩეს და აი ეხა, არ ვიცი, მე მგონი, აი ამ სიტყვების მერე ბავშვიც ხდება, ხო? რომ ივანიშვილის პასუხისმგებლობა ყველა ამ ადამიანის თანამდებობაზე ყოფნის ყოველ დღეში, საათში და წუთში არის. ყველაფერი ივანიშვილის ბრალი. თუმცა ფაქტია რომ წყლიდან სულშრალი გამოდის. ამას ახერხებს. ანუ წარმოიდგინეთ პრეზიდენტები, რომელიც მან წარადგინა, პრემიერ-მინისტრები, ზოგი მოღალატე აღმოჩნდა, პრეზიდენტები რიცხვში ყველა. ეს არ არის მოღალატე. აველაშვილის გარდა. ეს არ არის მოღალატე. ეს მოღალატე აღმოჩნდა, პრემიერი რომელიც წარადგინა, ზოგი ცუდი აღმოჩნდა, ზოგი კორუმპირებული, ზოგი მოღალატე გახარია და ასე შემდეგ. ყველა გათახსირებული იყო. ანუ ყველა მისი საკადრო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოცნების მომხრეები ივანიშვილზე მაინც დიდი წარმოდგენის არიან. ანუ ამდენი შეცდომის მიუხედავად, რომ ყველა ნაბიჯი შეცდომას უშვებდა, მე მგონია რომ ეს შიშის ფაქტორი მუშაობს დღეს განცხადებით არ ვიცი ახლა ცუდი და მოღალატე ხალხი დანიშნა მაინც ჩვენს არის რა ქვია მაინც ის არის მენეჯმენტი მისი კანიოკია ჩემიო და ეხლა თან უნდა ჩავთვალოთ რომ ყველა ცუდი იყო და ეს არის კაი ეს ტიპია კაი რა აი ეს იმ დღეს იმაში უყურებდი რა ქვია იმას იმედის დებატებს უყურებდი და არ ვიცი ხო ეხლა რატო უნდა მოგიდეს ზრდასრულ ადამიანს რომელსაც გათავისუფლებული გაქვს რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხარ ელაპარაკებოდა ეს ერასმუსის დირექტორი არაჩვეულებრივ ქალბატონს არ ვიცნობდი და დიდი პატივისცემა მინდა აქ დაუდასტურა რომელიც ეუბნებოდა რომ ხო ბატონო ირაკლი ეხლა რა გისმენთ და იურისპრუდენციის იქით არც ერთი სასწავლო კურსის შესახებ არაფერი არ იცით და კაცი პრემიერ-მინისტრი ხარ ხო ცოტა ხოლმე გესმოდი შენი ის რა ქვია სტატუსი და აი ესე იდგო გამწარდა ამაზე და იძახდა თქვენზე მეტი მაინც ვიცი ამას მეურებდა აი სასაცილო ტიპია ხალხო აი სასაცილოდ ბანძი ტიპია სასაცილოდ ანუ პრემიერ-მინისტრი ან რა დღეში არიან წარმოიდგინეთ რომ აი დღეს ხო გუშინ ხო გამოჩნდა ეს კირცხალია რომ დასვეს იმ კირცხალი მეტყოლება არ იცის კაცო რა და იმაზე განათლებაზე ცოდნაზე არ ლაპარაკი ამბანის ასოებს უერთცნობს და გამოჩნდა რომ ლაპარაკი არ ცოტა კითხვებს ვერ იგებ და პასუხს ვერ ეცემ და პრემიერ-მინისტრს უწევს ყველა ჯერზე ხან ექსპერტებთან ხან პოლიტიკოსებთან ყველასთან დაჯდომა უწევს დებატებში პრემიერ-მინისტრს ეხლა ღმერთს არც ის არ უქნია და იქ რა ქვია მინისტრები ყავს ხოლმე იმეებად რა ქვია ფურცლებს ის ადეიშვილის მოადგილე რო ის და გვარის უმავიწყდება იმ ადეიშვილის მოადგილე ფურცლებს იმაშვებოდა აძლევდა რომ ეხლა ეს არის რეფორმა ანუ აი ამაში ცხოვრება რა ვერ ხვდები ესე მე არ მგონია რომ ქართული საზოგადოების პოლიტიკური გემოვნება ცნობიერება ეგრე დაეცა რომ ამ ყველაფერს ნორმად იღებს მე მგონია რომ შიშის ფაქტორი რომელიც არის დღეს მთავარი საყრდენი ძალაუფლების აი ეს შიშის ფაქტორი მუშაობს და ეს შიშის ფაქტორია ის რაც საჯაროდ ჩვენ მოქალაქეების უმრავლესობას ზღუდავს იმაში რომ გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი აზრი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერ არჩევნების პირობებში ესენი დამთავრებულები არიან. შეუძლებელია ამაში ცხოვრება, შეუძლებელია რომ ეს კაცი სერიოზულად აღიქვა. ჩვეულებრივ ერთ რიგით ფუნქციონერს რო ეუბნება, რაღაცა ერასმუსის დირექტორს რო ეუბნები შენზე მეტი ვიცი. აი ამას რო უმეორებს, იმიტომ რომ იმან რომ რაღაცები არ იციო. აი ეგ ეს თუ იმის ნორმალური გონია და რა ვიცი. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემის სტუმრობისთვის. თაზო დათმაშვილი იყო ჩვენი სტუმარი გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ჩვენ განათლების რეფორმას დაუბრუნდებით და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები იქნებიან ჩვენი სტუმრები, ელგუჯა ქავთარაძე, ზურაბ პაპასკირი, დღეს მათ განათლების მინისტრის მოადგილეს ახლა ჩახვდა. იცით რომ სოხუმის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებულია ამ განათლების რეფორმის შედეგად, ასე რომ რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით. აშასე პოლიტიკური სივრცე დაბრუნდა ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ განათლების რეფორმაზე ვილაპარაკებთ კიდევ ერთხელ. იცით რომ განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული უნივერსიტეტი ილიაუნთან ერთად სოხუმის უნივერსიტეტი იქნება. მათ ბევრი პროგრამა ჩამოართვეს, სტუდენტების რაოდენობა შეუკვეცეს და შესაბამისად დღეს სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში ის პროფესორ მასწავლებლებთან ჰქონდა შეხვედრა მინისტრის მოადგილეს ბატონ გაბისონიას და როგორც ვიცით ეს შეხვედრა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. ჩვენი სტუმრები
პროფესორები იქნებიან სტუდიაში ელგუჯა ქავთარაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მოგესალმებით ბატონო ელგუჯა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. კიდევ ერთი ზურა პაპასკირი უნდა ყოფილიყო ჩვენი სტუმარი სტუდიაში, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ ისე იმოქმედა ამ შეხვედრამ, რომ შეუძლოდ გახდა მოსვლა ვერ მოახერხა, ამიტომ მას ჩავთავთ ინტერნეტის მეშვეობით და მის აზრსაც მოგასმენინებთ, როდესაც მზად იქნება და ხაზზე იქნება. მანამდე ბატონო ელგუჯა, რა მოხდა ასეთი ამ შეხვედრაზე, ამის რო დავიწყოთ, რომ ბატონი ზურაბი მოსვლაც კი ვერ შეძლო. მადლობა მოწვევისთვის. მძიმე მდგომარეობა იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი ერთი ხელის მოსმით ჭრიან ყველაფერს, ჭრიან კერავენ ყველაფერს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება აქცენტი გაკეთებულია სოხუმის უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტის შორის. ილიას უნივერსიტეტი მეგობრები, კოლეგები ვართ, გვაქვს ურთიერთობები და სოლიდარობა მინდა პირველ რიგში ილიას უნივერსიტეტს გამოვუცხადო და ილიას უნივერსიტეტს ანგრევენ რატო? ანგრევენ იმიტომ, რომ ილიას უნივერსიტეტმა ევროპული ღირებულებების განათლება შექმნა. ძალიან ძლიერი აკადემიური პერსონალით. ევროპაში ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტი გახდა. და ეს თავისუფლება, როდესაც ჯერ კიდევ თავის დროზე ზვიად გამსახურდი ამბობდა, თავისუფლის კუნძული უნდა შექმნაო. ეს დაახლოებით ესეთი კუნძული შექმნა ილიას უნივერსიტეტმა აკადემიურ სფეროში. ამიტომ არ უნდათ. რაც შეეხება სოხუმის უნივერსიტეტს, იცით რომ არა მარტო საგანმანათლებლოა სოხუმის უნივერსიტეტი, არამედ მას ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ძალიან დიდი, მას ვერ მოაშორე პოლიტიკურ დატვირთვას. გამორიცხული ეს, რაც არ უნდა იყოს, სანამ არ დაბრუნდებით აფხაზეთში, თუ ჩვენ პოლიტიკური კონტექსტი სოხუმის უნივერსიტეტს მოვაშორეთ, ის არ იარსებებს. მე მგონი აქ არის ძალიან დიდი პრობლემა. დღეს რაც შეეხება შეხვედრას, იყო მინისტრის მოადგილე, მე ცოტა მოგვიანებით მივედი, მაგრამ შედგა შეხვედრა პროფესორასთან, სტუდენტები სხვადასხვა გარეთ იდგნენ. და არ მიკითხია, მე ცოტა ჩქარა მივდიოდი და მე მითხრეს გარეთ რომ გამოვედი, არ შეგვიშვესო, რატო ვერ გეტყვით? რატო სტუდენტს თუ არ ესაუბრე, ვის უნდა ესაუბრო? იყო საუბარი რაზე? ისე პროგრამებზე რა უნდა დარჩეს, რა არ უნდა დარჩეს და რატო მიგეგმავ მე შენ რა უნდა დარჩეს და რა არ უნდა დარჩეს? მოხვედი ჩვენთან? ერთხელ იყო, მაგრამ ეს ზოგადი საუბარი ესეთი. აი თქვენ სოხუმის უნივერსიტეტი ხარ, ეს სტატუსი გაგაჩნია და ყველა გვეფერება, მე ყველაფერს ვიდებს. ჩვენ ერთხელ გვიღალატეს, ძალიან ძლიერად გვიღალატეს და მტერს ჩაგვაბარეს, მაგრამ მეორეჯერ არ იქნება ეს. არავინ არ დათმობს ამას. გვეყოფა რაც ხალატი იყო და რაც ესეთი ცვლები იყო. აქედან გამომდინარე, ყველა ლექტორი ბატონი ზურაბი განსაკუთრებით ეუბნება, უხსნის. ბატონი ზურაბის უნდა მოусმინო. ეს არ არის ისეთი პროფესორი, რომელსაც არ შეიძლება მოусმინო. ერთ-ერთი უძლიერესი ისტორიკოსი არის საქართველოში. მას დამოტებული ადამიანი, რომელიც ტყვეობაში იყო. გაერომ გამოიხსნა გარკვეული პერიოდის შემდეგ. და ესეთი ადამიანი, როცა გესაუბრება, ცოტა არ იყოს დილობა იქონია. ერთს გეუბნება, მეორეს ამბობ, ერთს გეუბნება, მეორეს ხნის. და განსაკუთრებით ამათ ჩვენ მიმართებაში არის, რომ აი აგრონომია უნდა იყოს. ვინ ამბობს, რომ არ იყოს აგრონომიული ფაკულტეტი ან რაღაცა, არა ჩვენთან არა საერთოდ. ხომ რომ აღწეროთ ზოგადად სიტუაცია, რამდენი ფაკულტეტი ქონდა და რამდენს გიტოვებდა? ესე იგი 1400 ბავშვამდე მიღება იყო, ეხლა არის 300 რაღაცა. 1400 სტუდენტი ყავდა, ეხლა გეყოლებათ 300. ხო, ეხლა არის მიღება 300. ყველა საბაკალავრო პროგრამა და მაგისტრატურის პროგრამები ყველა შეჩერებულია. მილევად პროცესში არა ვართ. ესე გითხრა, მილევად პროცესში არისო ილიას უნივერსიტეტი, ეს გასაოცარია. და შემოგთავაზეს კი არა, მიღებ საოცარი ის არის, რომ ჯერ დადგენილებას მიიღებენ, მერე რაღაცებს აუბრობენ. ანუ ის პროგრამები, რომელიც გაუქმდა, ისინი არ დასრულდება? არა, ის მილევად კი, ესენი ახლა ვინ სწავლობენ, გვეუბნებიან, რომ დაამთავრებენ სტუდენტები, უპრობლემა. მაგრამ რა მოხდება, არ ვიცი, მე მაგალითად არ მჯერა. და რა შემოგთავაზეს, რა დაგვიტოვეს? აგრონომია. რა გქონდათ, ესე იგი, რა ფაკულტეტები გქონდათ? ფაკულტეტები იყო სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერება, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერება და სოციალურ-პოლიტიკური, იურიდიული, ბიზნესისა და ეკონომიკის, მათემატიკური, ისინი იყო, ბიოლოგია, ქიმია, 7 ფაკულტეტი იყო. და დღეს რა რჩება? აგრონომია
ქართულ აფხაზური ლიტერატურა, ეს რას ნიშნავს, ვერ გავიგეთ, ქართულ აფხაზური ლიტერატურა და პედაგოგიკა. და აქ ახლა ლექტორები ფიქრობენ, სად რა საგანი დაუშვათ ბოდიში და ჩავკეხოთ. მასიურად ხალხი გარეთ რჩება. და გვეუბნებიან, აი, ხელფასი ეს ცნობილი მაგათი ტერმინი 10,000-იანი და წამყვანი პროფესორი. რას ნიშნავს ეს წამყვანი პროფესორი? არის უნივერსიტეტში პროფესორი, არის ასოცირებული, არის ასისტენტი და არის დამხმარეები, ასისტენტ პროფესორი. რას ნიშნავს ეს წამყვანი პროფესორი? მე მგონი ზონდერ პროფესორის როლში ასრულებს ალბათ ეს წამყვანი პროფესორი. აქედან გამომდინარე ეს რა იგულისხმება ამაში? ნუ არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვერ გავიგეთ რატო უნდა იყოს დამატებით წამყვანი პროფესორი. ნუ ალბათ განკარგავს მიმართულებებს. რასაც გადაწყვიტავს, ალბათ იმის მიხედვით იქნება. წარმოუდგენელი არსად არ არის გაწერილი რა მოვალეობა აქვს წამყვან პროფესორს. რატო წამყვანი და რატო არა სხვა სახელი მაგალითად. და მე მგონი ამათ ეშლებათ ის, რომ სოხუმში იყო სუბტროპოლოგიური მეურნეობის ინსტიტუტი, ძალიან კარგი უნივერსიტეტი, ინსტიტუტი იყო. თავის ძალიან დიდი ბაზით, სადოქტორო პროგრამით იმ პერიოდში და ამაში ხო არ ვეშლები. სხვა უნივერსიტეტი ხო არ გონი? ხო და ის პედაგოგიური ინსტიტუტი რო იყო ჯერ კიდევ სოხუმში. ისავა ჩვენ სოხუმის უნივერსიტეტი ვართ. აღდგა ეს და შრომობდა. იქ არასდროს არ ყოფილა ესეთი მიმართულება. გასაგებია, მოდით ბატონ ზურაბ პაპასკის მოვუსმინოთ, რომელიც როგორც თქვით, უნდა მოსულიყო სტუდიაში, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა. ხო, ძალიან ვინებებულია ცხოველა. ხო, იმიტომ რომ ესეთი შეხვედრა იყო განათლების მინისტრის მოადგილესა. ბატონ ზურაბ, თუ გესმით ჩემი? კი, მესმის კონკრეტულად. მადლობა, მაინც ჩაგვერთეთ გადაცემაში და რომ მოგვიყვეთ ამ შეხვედრის შესახებ, რა მოხდა, ასე რატო განერვიულდით და მე ამ რეფორმაზეც რო გითხრათ ორიოდე სიტყვა. მე რა ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან საჭიროა დღეს ჩვენ ხმამაღლა კი არ ვისაუბროთ, აი ვიყვიროთ უნდა, რომ აფხაზეთის საქართველოა. აი ყველაზე მთავარი რაც აი ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის უკან დგას სოხუმის უნივერსიტეტთან მიმართებაში, მათ არ ახსოვთ აფხაზეთი, მათ არ ახსოვთ სოხუმი, არ მიაჩნიათ სოხუმი საქართველოს ქალაქად, მათ მიაჩნიათ სოხუმი თბილისის ერთ-ერთ რაიონად. წარმოდგენა არ აქვთ. დღეს მინისტრის მოადგილე გვეუბნება, რომ პოლიტიკა არ გავრიოთ. თვითონ ჩვენ ვარსებობთ პოლიტიკის შედეგად. ჩვენ ვიყავით ის, ვინც პირველად ავიმაღლით ხმა აფხაზეთში სოხუმის უნივერსიტეტის აფხაზებთან ერთად რო ჰქონდათ აფხაზეთის უნივერსიტეტი რო ერქვა, აი ამ აფხაზეთის უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა პირველ რიგში და ქართველმა პროფესორამ აღიმაღლა ხმა და აღარ დაემორჩილა აი ამ სეპარატისტების გამო ანტიქართულ მტრულ ნაბიჯს საქართველოსთან მოწყვეტას. ამანშვა ჩვენი უნივერსიტეტი. ჩვენ ვიყავით იქ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. ამის ფლაგმანი, ამ იდეოლოგიის ფლაგმანი შევქმნით ჩვენი ქართული უნივერსიტეტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის ფორმით, იმიტომ რომ მოსკოვი არ დაუშვებდა კიდევ მესამე უნივერსიტეტს საქართველოში. ჩვენ გამოვგლიჯეთ 79 წელს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, კომუნისტურმა ხელისუფლებამ გამოგლიჯა მოსკოვის მეორე უნივერსიტეტის სოხუმი. აი იმ უნივერსიტეტიდან ვიშვით ჩვენ. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა, ამიგეთ, არ იციან ისიც კი ორჯერ გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა, ორჯერ გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა, რომ საქართველოში 90-იან წლებამდე მხოლოდ დედა უნივერსიტეტი იყო. წარმოდგენა არ აქვს. გაიმეორა ეს მინისტრმა. წარმოდგენა არ აქვს. და დღეს მინისტრის მოადგილე გვეუბნება, რომელსაც თურმე წარმოდგენა არ ქონია სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი რა იყო სოხუმში. გაოცებული დავრჩა. ისე გაიგო მან, რომ თურმე სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილი იყო. და ის მსოფლიოში ცნობილი ინსტიტუტი იყო. საკავშირო დაქვემდებარების ინსტიტუტი იყო. აი ამ დონეზეა ეს. და მე როცა შემოგვეყამათა რომ მეუბნება რომ არა თქვენ რატო ფიქრობთ რომ ჩვენ არ ვიცით და თუ იცით მეთქი მაშინ მავნებლობას ჩადიხართ ქვეყანას მოვდეთ ამას მოვდეთ აი პირდაპირ დღეს ვეგეუბნები აწი მე აღარის არ მოვირიდები
არც მინისტრის მოადგილეს, მინისტრი ახლა ჩემთვის უბრალოდ მინისტრის მოადგილეს მე პატივს ვსვენდი. აქამდე აიშალა, განულდა ეს კაცი ჩემს კაცს. გამიგე? და მე ემოციები რომ მომილია და რაღაცა ცოტა ზედმეტიც იმას ვქენი. ეს ემოციებში მოსულა, ოჯახშიც მოსულა ეგ. არ არის ეგ პრობლემა. და ვითომ მოინდომა ხალხზე დახვევა და ამავე ერთი სიტყვით დღეს სრული დისკრედიტაცია იყო მინისტრის მოადგილის აი ზვიად აბისონიას მოსვლა ვერც ერთ კითხვას მან სწორად და სულ წინააღმდეგობრივი კაცი გეუბნება სოხუმის უნივერსიტეტის სტატუსს უნარჩუნებს ჩვენ საიდან მოიტანეთ და მე იქვე მეუბნება ამ სახით უნივერსიტეტი არ იქნება ხო და ის იქნება სპეციალიზებული უნივერსიტეტი კატეგორიულად ვაყენებთ ჩვენ უნდა ვიყოთ კლასიკური უნივერსიტეტი მეოთხე უნივერსიტეტი ვიყავით ამერიკაში კლასში მეორე უნივერსიტეტი ვიყავით საქართველოში იმის გამონაყოფი ვართ ჩვენ ჩამოვედით იმ სპეციალობებით რომლებიც არის საუნივერსიტეტო სპეციალობები ყველა ეს სპეციალობა დაგვიყვეს არც ერთ ამ სპეციალობაზე არ არის მეტი ახალ უნივერსიტეტს გვთავაზობენ პედაგოგიური ინსტიტუტის ფორმატში დარჩენილებს ძირითადად პროგრამები ძირითადად დღეს გუშინდა დღეს ალაპარაკდნენ არა დოქტორანტურა დარჩება გამიგეთ პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩვენთან არ იყო დოქტორანტურა არც ასპირანტურა სხვათა შორის აფხაზეთის უნივერსიტეტს არ ჰქონდა ასპირანტურა გამიგეთ აი ეს ასპირანტურა ჰქონდა ანუ დოქტორანტურა დღევანდელ იმ სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტზე იქ დისერტაციო საბჭო იყო და იცავდნენ რამდენიმე მიმართულებით დისერტაცია და აი ეს და მეუბნება რომ არ ვავქო უნივერსიტეტი გერქმევა წარმოგიდგენია ვერქმევა უნივერსიტეტი მაგრამ არ არის ეს უნივერსიტეტი დასაცინი გავხდით აფხაზეთს დასაცინი გავხდით რუსებს ნუ ერთი სიტყვით მეგობრებო ეს არის კაპიტულაცია თუ ჩვენ ყოველთვის ვამბობ მე პირადად მე ყოველთვის ვამბობ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში არ უნდა არსებულიყო მაგრამ ჩვენ იმიტომ ვარსებობთ რომ ეს ქვეყანას სჭირდება სახელმწიფო ინტერესს სჭირდება ჩვენ ცხინვალიზაციისკენ მიგვაქანებენ გამიგეთ ცხინვალში ცხინვალის პედინსტიტუტი დევნილი დააუქმეთ ხო გამიგეთ აი ახლა აქეთკე სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ქუთაისში დააუქმეთ წარმოგიდგენია ახლა ამ გზით მივყავართ აი ეს არის ესე იგი სრული აპიტულიანტული ამოკიდებულება და ვითომ ყველას მოგაწყობ უსამსახუროდ არაფერს სამსახური და ეს ხელფასი ვის ანაღლებს აქ ლაპარაკია ოჯახი გვენგრევა ჩვენ 200-300 კაცზე მეტი აქ პროფესორ მასწავლებელი ხო გამიგეთ დევნილი პროფესორ მასწავლებელი ჩვენ ოჯახი გვენგრევა 90%-დან ალბათ ერთი კიდევ ალბათ 80% მაინც არის ის ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. გამიგეთ? და ამას მეუბნება რომ არა ახლა თქვენ აი ამ სპეციალობებზე ახლა ჩამოყალიბდითო პედაგოგიურ სპეციალობებს, პედაგოგიური მაშინ ფორმატში გადავყავართ, ხო? საუნივერსიტეტო შევაკვირდით საუნივერსიტეტო სპეციალობებს. 79 წლიანი პედაგოგიური სპეციალობა 5 წლიანი გავხადეთ, უნივერსიტეტო გავხადეთ. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ და ჩემი აქტიური მონაწილეობით 50 წელი ამ უნივერსიტეტშია 50 სხვაგან არასდროს არ სადარ მემუშავე და მე მთხოვენ რომ მე ემოციურად აღელაპარაკო გამიგეთ ეს არის საბოლოო ჯამში რა პასუხი მიიღეთ მინისტრის მოადგილესთან ანუ ისინი უკან დახევას არ აპირებენ როგორც არა ის წაშლილი წავიდა სახე წაშლილი წავიდა არ ელოდ ამ წინააღმდეგობას არ ელოდ თელი აუდიტორია ერთხარეს იყო 2-3 კაცი გამოვიდა ერთი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დეპუტატი და იმ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არიან ის დეპუტატები რომლებიც ამას არიზიარებენ სხვათა შორის და ხმას იმაღლებენ უკვე მათ შორის ერთადერთი აფხაზი დეპუტატი ყავს ადამარშანი მას იმაღლებს აგერ ახლა ცოტა ხანში ორ დღეში ჩვენ ერთად ვიქნებით კიდე ერთ ტელევიზიაში გამიგეთ ეს კატასტროფა უზენაეს საბჭოს თავმჯდომარემ მშვენივრად იცის ეს ყველაფერი აფხაზეთის უზენაეს ჩვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო ვართ იგივე ლეგიტიმური სტრუქტურები და იგივე ჩვენი უნივერსიტეტი თორემ სოხუმის უნივერსიტეტს არასოდეს არ ქონია ის ამბიცია ბატონო მერა არასოდეს არ ქონია ეს ამბიცია რომ ჩვენ თბილისის უნივერსიტეტი ჩავაჩეჩოთ და რაღაცა მისი ადგილი დავიკავოთ ჩვენ გვაქვს რეგიონული უნივერსიტეტი
რომელიც არც ერთ სხვა რეგიონულ უნივერსიტეტს არაფერში არ ჩამოჭრა. გამიგეთ, თან ჩვენ თუ კონსტიტუციით ვართ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და კონსტიტუციით არის საჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ზუსტად ერთ რეჟიმში უნდა ყოფილიყო. ზუსტად ფათაშორის ბათუმის უნივერსიტეტს უტოვებენ, ყველაფერს უტოვებენ. ყველაფერი და ქუთაისის უნივერსიტეტს. ყველაფერს უტოვებენ, მაგრამ ჩვენ მივესალმებით, ვიხარია ეს ამბავი. ქნიანად ხარს უშევთ ამ გადაწყვეტილებას. ხო გამიგეთ? და ყოჩა აფხაზეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, რომ ეს ამბავი ესე იგი ასე გადაწყვეტა. სწორედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტა ეს. და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. მე იმ ახალგაზრდა კაცის მიმართ არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ესენი ჩვენ პატრონად არ გვაქვს. თუ საკუთარ უნივერსიტეტს ისინი ვერ გადაარჩენენ და რაღაც უცნაური წარმომნაკლს გახდიან ამ უმაღლეს სასწავლებას, როცა მის აი ამ სპეციალობებს მთლიანად ხურავენ, ხო? და ამას ხელს საწერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ის არ უნდა დარჩეს ის იმ ადგილას, იმიტომ რომ ის არა მინისტრი გვესწრებოდა აფხაზეთის ერთი მინისტრი და დაიწყო ჩვენ ვართ საჭირო. თქვენ რეფორმირება ესე იგი თქვენ რასაც გეტყვენ ის უნდა აკეთოთ. ჩვენ კი ლეგიტიმური ვართ. იმ დღეს, როდესაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განიცდის აი ამ სახელმწიფოებას, ხო? მისი სტატუსი, მისი შინაარსი უნივერსიტეტის შინაარსს დაცილდება, კლასიკური უნივერსიტეტის შინაარსს დაცილდება და პედაგოგიური ინსტიტუტის შინაარსს მიიღებს ერთი და პლუს კიდე ეს ეგრეთ წოდებული აგრარული სექტორი, ხო? ამიგეთ, ესე იგი ეს ჩვენთვის არის შაბიამის პარტია. ახსოვთ ალბათ ცისფერი მხრიდან, ხო? გამომცემლობაში რომ შაბიამის პარტიაშია და ამბობს ის კაცი, ხო? არ ჭირდება ბარავს, არ ჭირდება ჩვენი 400 ადგილი. აი ამის თვითი ბადლობას ვეუბნები. 400 ადგილი ჩვენ ყოფნის 380 ადგილი. ჩვენ ყოფნის და იმას ისე გავანაწილებ, რომ ყველა სპეციალობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. აი თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით, თუ ეს ვერ უზრუნველყავით, ჩვენ ყველა აკრედიტებული პროგრამა. შენ აკრედიტაციას რატომ მიწყეთ? რატომ მიწყეთ აკრედიტაციას? ხო შეიძლება ესეც თანდათანობით გაკეთდეს. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომელიღაც სპეციალობებზე მართლა იყოს მასწავლებლის ასე ვთქვათ, ეს სეგმენტი. ხო გამიგეთ? მაგრამ ისეთ სტრატეგიულ დარგებში, რომელიც არის ჩამოყალიბებული საუნივერსიტეტო, ხო? და რეიტინგულია ეს დარგები. ამათი ხელისხლება როგორ შეიძლება? საერთოდ როგორ შეიძლება ხელისხლება? ამიგეთ? იგივე სამართალმცოდნეობაზე, სამართალმცოდნეობით გავხდით ჩვენ უნივერსიტეტში. ერთი სიტყვით, არც ერთ ამას და ყველაზე მთავარი, რომ პოლიტიკა შევეშვათ. რას ნიშნავს პოლიტიკა? არ უნდა ვიყოს ჩვენ უნივერსიტეტი არც ერთ შემთხვევაში და არ უნდა იყოს ლეგიტიმური ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში. სამართლებრივად ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ამისთვის საჭიროა საქართველოს ერთიანობის აღდგენა ჩემთან. ხო, ანუ თქვენ უნივერსიტეტს ყველაზე მეტად ქონდა სწორედ პოლიტიკური დატვირთვა, ამაზე არის საუბარი. ერთადერთი უნივერსიტეტია ეგ. რომელიც შვა პოლიტიკამ, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლამ, ხო? იმ თავდადებამ, რაც იმ მაშინდელმა სტუდენტობამ მაშინ გამოიჩინა და რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი დღეს ჩვენი პროფესორის წარმომადგენლებია. ამიგეთ თქვენ ეს. აი ამ ხალხს, აი ეს სისხლით მოპოვებული უმაღლესი სასწავლებელი და დღეს ეუბნებიან, არც ისტორიის სპეციალობა გჭირდება. ისტორიის მასწავლებელს სხვათა შორის პედაგოგიური ფაკულტეტზე მოვამზადებთ. ხო გამიგეთ? ესე იგი პედაგოგიური ინსტიტუტის დიპლომს აძლევს. იყო ასე, პედაგოგიური ინსტიტუტის დიპლომს იწერა ასე, ისტორიისა და საზოგადოების მასწავლებელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს, ჩემს დიპლომს ეწერა ისტორიკოსი, მძიმე, ანუ ფართო პროფილის ისტორიკოსი, ფაქტობრივად ეს ნიშნავდა ყველგან საბჭოთა კავშირში ნაშენ კვლევარ ისტორიკოს და ამის მერე მძიმეთი ეწერა ისტორიისა და სამოქალაქო საზოგადოების მასწავლებელი. ესე იგი, იმ ფორმატში გადაწყავა, იმ 4 წლიან ფორმატში გადაწყავა. გამიგეთ? ეს იყო მაშინ 5 წლიანი. კი ბატონო. აი, 5 წლიანი გავხადეთ. ამით გავხდეთ უნივერსიტეტი ჩვენ. აი ეს, გამიგეთ, ეს პოლიტიკა და აკადემიური ნაწილი აქ
ერთ სიტყვაზეა და პოლიტიკური ჭარბობს. გასაგებია. ეს რომ გესმოდეს, შენ სახელმწიფო უნდა გესმო. სრული ანტისახელმწიფოური ქმედება, მავნებლობა სახელმწიფოებრივად, ხო? და ამას თუ შეეგუება ახლა აფხაზეთის ბერძნული საზოგადოება, მე პირდაპირ მოვუწოდებ აი ამ ომგამოვლილ ხალხს და ატანჯულ ხალხს. გამიგეთ? ესე იგი, ყველაფრის მოთმენა ხო არ შეიძლება რა. მართლა ყველაფრის ჩვენ იმ იმედით ვიყავით აქამდე, იმედია ეგა. ყოველთვის იმედს თესავდნენ. გამიგეთ? იმედია ეგა. ჩვენ ვართ თბილისში საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და ქართული აფხაზეთის სიმბოლო. ხომში ვიყავით ქართული აფხაზეთის სიმბოლო, მაგრამ უფრო საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის სიმბოლო. აი ეს არ ესმის მთავრობის წარმომადგენელს და პოლიტიკა შეეშვება. აი ამაზე იყო ერთი ამბავი და ხელი 4 საათი ომი ჰქონდა. გასაგებია. მადლობა დიდი. ზურა პაპასკირი გვერდთუობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი და შეგახსნათ სტუდიაში კიდევ ერთი პროფესორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელგუჯა ქავთარაძე. ყოფა ბატონო ელგუჯა, ისაუბრა იმ შესახებ, რომ აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში დიდად არ გიჭერთ ხარს, ხო, როგორც ვთქვი. დღეს ამ შეხვედრაზე იყო აფხაზეთის განათლების მინისტრი და კიდევ ვიღაცა, აი მართლა ვიღაცა. რაღაცა ერთხელ მეც ვიტყვი რაღაცასო და აი რაღაცა მიბოდია. ეს არის უსახმურთა ჯოგი, უსახმურთა კლუბი. როცა რაღაც ღონისძიებები ტარდება, ყველა მოდის უნივერსიტეტში, მე ჩააფურშეტებენ და წავლენ. აი ამ პერიოდში ამ მოვლენები რაც დაიწყო, ამ პერიოდში არც ერთ მოსვლა კი არც ერთ ხმა არ მოუღია. ეს როგორ? ორადორი ინსტიტუცია დარჩა. აფხაზეთის უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი და ლეგიტიმური ხელისუფლება. მეტი არ არის არაფერი, ფაქტიურად სხვა ინსტიტუციები არ ფუნქციონირებს. თუ ფუნქციონირებს, ზუგდიდში იყო პოლიკლინიკა, გაყარეს აფხაზეთიდან დევნილი ხალხი. უკვე იმასაც ამბობენ, რომ აფხაზეთი კი არის სხვები, აი დევნილი უნივერსიტეტი, ნუ იტყვით ამას. ამის პრეტენზიებიც გაუჩნდა ძალიან ბევრს. ძალიან ბევრჯერ გამიგონია. ესეთი სიტუაციები და აფხაზეთის მთავრობა არაფერს მაგნისი არ არის. არავით არ ხარდაჭერა. კითხეს იქ ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით, აი დავუშვათ თუ ბათუმში ავტონომიურმა რესპუბლიკამ ფაქტიურად ყოველთვის აფინანსებდა რამდენადაც ვიცი, აი თქვენც რო რაღაცა გააკეთოთ. 14 მილიონი ქონდა და ეხლა მეგონი 55 მილიონამდე აქვს ბიუჯეტში. ეს ბიუჯეტი სად მინდის? მარტო ხელფასი არის. ერთხელ გეტყვით ესეთი, ნუ შეიძლება ცოტა იუმორი შემოვიტანო. სადაც აფხაზეთის მთავრობა იყო, პეკინზე იყო ერთ დროს, ეხლა არ ვიცი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, რომ ვიცოდეთ რა, ყოველ მეორე თვე ერთი იცვლება, მეორე იცვლება და დაცვები რო დგანან გარეთ, ჩვენი სტუდენტები ბევრი ხო მიდიან იმას და შიდა დაცვა თუ როგორ ქვია. და მივდივარ ამ გზაზე და ნახე ჩემი სტუდენტი აფხაზეთის მთავრობასთან დგას გარეთ. გამიხარდა ეხლა და ერთი მითხარი რა შვებიან მეთქი აქ. ხო აქ ხარ? ბატონო გუჯი არ ვიცი, ისე ყოველ კვირასო ავეჯი შემოვალ გააქვთ. აი ეს მითხრა ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა. ამით არიან დაკავებულები. მარტო ხელფასი და საკანონმდებლო აქტი არ მიუღიათ. მარტო ღებულობენ ბიუჯეტს. ესეთი მდგომარეობა. ხო, არც აფხაზეთის მთავრობა და თქვენ უნივერსიტეტის რექტორიც კი მე მგონი, ხო? ის კალბატონი უკვე რამოდენიმეჯერ თქვი და რექტორიც კი არ არის თქვენს მხარე. ხო, რამოდენიმეჯერ თქვი ეს გადაცემებში და უკვე იფიქრებენ რაღაც რა სიმჭირდება პირადული და ისა ცხოვრება ნახევრად წარწმეული ხალხი ვარ და ზედა რაღაცები გამოვერდა. ამ კალბატონს ჭირს რომ აი ამ ხალხმა ჭუბერი გამოიარა, ამ ხალხმა კიდე ესე აი ჩვენ სიტყვა არ წამოწდება. ჩვენ სიტყვა არ წამოწდება, ის ვერ ცხოვრობს აფხაზეთის სულით. წარმოუდგენელია მაგისთვის. ეხლა ხან რა მოხდა? 3 დღის უკან ფაკულტეტის საბჭო შეგროვდა. ალბათ თეა ჯუღელი არის რექტორი. თეა ჯუღელი კი. ფაკულტეტის საბჭო შეგროვდა და ისევ განხილვა მიდიოდა, სადაც მე ვარ ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა. და შემდეგ გვინდოდა ინფორმაცია კიდე მიგვეწოდებია დირექტორისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ეს მიუღებელია ეს დეფორმა, რომელსაც ახორციელებენ. ჩავიდნენ პროფესორი, მე არ ჩავსულა. ჩავიდა რამოდენიმე პროფესორა რექტორთან არ მიიღო. წარმოგიდგენიათ? 4 თუ 5 პროფესორი არ მიიღო. მე მიბლინებაში ვარ, იქ იჯდა.
მივლინებაში ვარ. აი დღეს რომ ოფიციალურად ეთყობა მივლინებაში. და დღეს რომ მინისტრის მოადგილე მოვიდა ალბათ მივლინება დაუმთავრდა. აი ესეთი მდგომარეობა. დაბრუნდა მივლინებიდან. დაბრუნდა ალბათ ხო დააბრუნეს. ხო, ნუ საურია ხო უნივერსიტეტის რექტორი ეთანხმება უნივერსიტეტის გამოშიგნას ასე. წარმოიდგინეთ ესეთ პერიოდში როცა ხელმძღვანელი განზე დგას და რას აპირებთ? დღეს გუშინ აქცია დაანონსეს სტუდენტებმა და ჩატარდა, ну ხა ძალიან დიდი აქციები არ იყო, მაგრამ შესაძლებლობაში ჩატარდა. დღესაც სტუდენტები იყვნენ და გაგრძელდება აქციები. მეტი სხვა არ არსებობს. აი ეს როგორ არის, ხო იცით, რუსები როგორ არიან, თუ ძალას აჩვენებ, გაჩერდებიან. სხვანაირად რუსი არ ჩერდება. ესენიც ისე არის. ძალას აჩვენებ, ჩერდებიან. გამორიცხული არ დავდოთ. უნდა დაიხიოთ. ის გაგვაკლია ხა. სახელმწიფოს ვიცავთო და რაღაც სახელმწიფო პოლიტიკას ვატარებთო დღეს განაცხადეს და სახელმწიფო პოლიტიკას რო ვატარებდეთ ერთ ვინმე მე შეიძლება არ მახსოვს, მაგრამ რომელიმე მთავრობის თავმჯდომარე გინდა და ცენტრალურზე ვამბობ პრემიერი გინდა თუ ვინ გინდა ერთი ადამიანი არასდროს არ ყოფილა ოკუპაციის ხაზთან. არ ყოფილა ეს. არიან იქ კომიტეტი არსებობს ტერიტორიული მთლიანობის. ну, რასაკეთებენ? აფხაზეთის მთავრობას ხო საერთოდ განცხადებას არ გაუკეთებია. აი ესეთი მდგომარეობა. ხო, ну კი ბატონო, აქციები იქნება, ძალა უნდა ვაჩვენოთ თქვით, მაგრამ რამდენად არის საკმარისი? ну ეს როგორ ხა პარალელურად ყველაფერი მუშაობები, თუნდაც დღეს თქვენთან ეთერში რო ვართ ეს საზოგადოება ხედავს ამას, საზოგადოების მობილიზაცია უნდა მოხდეს. ახლა კიდე აპირებენ დღეს მეუბნებოდნენ რომ დედაენის ბაღთან ჩაატარონ კიდე აქცია. სხვა უნივერსიტეტებთან ერთად. ხო, ილიანუნია ძალიან ჩაგრება. მე ერასმუს პროგრამის ფარგლებში ვიყავ ილიანუნთან ერთად ევროპის ქვეყნებში და ძალიან ბევრი რაღაცები ჩამოვიტანეთ. მაშინ ამას ვიგზალავენ, ესე იგი 10 ჩვენი უნივერსიტეტის ბიუჯეტი მაშინ საკმაო იყო ჩვენთვის. 10,000 ევროს მარტო წიგნები ჩამოვიტანეთ. ბიბლიოთეკა, ელექტრონული ბიბლიოთეკა კიდე იმდენი. კომპიუტერული ტექნოლოგია კიდე 50,000 ევროს აი ეს მოეწყო. მის გარდა ну იქ რო ვიყავით მუშაობის პერიოდში, რომ დამთავრდა დაინერგა საგნები. მაგისტრატურაში დღესაც მოქმედებს. ამას ვიგზალავენ. ან მაგისტრატურასაც ხურავენ? მიიღება დღეს არაფერზე არ არის ჯერჯერობით. მაგრამ უნდა თუ უბრალოდ გაუგებარია რა მოხდება. იმას დოქტორანტურას არ ვეხებით, არ ვიცით. ვერ ვენდობით რა. ხო, თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის რაღაც საჭირო იმისთვის, რომ განათლების ხარისხი ამაღლდეს, რადგან არ აქვს რესურსი ამდენი მაღალკვალიფიციური პროფესიომასწავლებელი არ აქვს და როცა არ აქვს, უნდა ასე ვთქვათ, კომპაქტურად გააკეთო უფრო, შეამცირო და ამით გაზარდო ხარისხი. ამაზე არის აქცენტი, ხო, რაზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე. ხო, ეთერში. ხო, კი. ეს იცით რა არის? რეფორმის წინააღმდეგი ვინ არის? ჩვენი პროგრამები აკრედიტებული არის, ავტორიზაცია გავლილი აკრედიტებულია 20-30-მდე. ეს ხო ისე არ არის, იქ ექსპერტები ზიან, იქ იმაზე არაჩვეულებრივი ლექტორები ყავს. მსოფლიო დონის ლექტორები ყავს. ეკონომიკის დარგში, ბიოლოგიაში, სხვადასხვა მეცნიერების დარგში. პრობლემები ყველგან არის. რეფორმის წინააღმდეგი არავინ, მაგრამ დაჩეხვის წინააღმდეგი ყველა ვართ. ეს არ არის რეფორმა, ეს დეფორმაა სინამდვილეში. ეს პოლიტიკური არის, რაც აი ბატონი ზურაბი საუბრობდა, ეს პოლიტიკური დავალებაა. ეს აწყობს რუსს, ეს აწყობს სეპარატისტებს. სოხუმის უნივერსიტეტის დანგრევა ჯერ კიდევ ერთ რამოდენიმე დღეს კოლეგებს ვესაუბრებოდი და ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჯერ კიდევ 8 წლის წინ ყოფილა დაგეგმილი. რომ სოხუმის უნივერსიტეტი დასრილი იყო, მაგრამ რა მოხდა ვერ გეტყვით და გადავრჩით აი ამ პერიოდში. თუმცა ახლა მარტო თქვენს უნივერსიტეტს არ ერჩია, ხო, იქ ილეონიც მოყვა და რეფორმა ბევრ შეეხო, ასე ვთქვათ, ხო, ის ყველა შეეხო. საქართველოს ტაქტიკურ უნივერსიტეტსაც გაერთიანებას გადარჩა, მაგრამ ბევრი ფაკულტეტი თუ პროგრამა ჩამოართვეს მათაც. ბატონო, და გასაგებია, რა თქმა უნდა, მაგრამ იმათ პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს, ჩვენ გვაქვს ვერ წავალთ აქედან. მეც არ მინდა რომ იყოს პოლიტიკური დატვირთვა უნივერსიტეტში. მე მირჩევნია სამეცნიერო საქმიანობას მიიღო ხელი და ვაკეთო ჩემი საქმე.
კვლევები ჩავატარო, ლექსიები ჩავატარო სრულყოფილად და შემდეგ, მაგრამ იძულებული ვართ ამისა. ეს ამის დაშლა, უნივერსიტეტის დაშლა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაშლა დაიწყება. შემდეგ იცით კიდე იქ რკინიგს და ეს ყველაფერი, ესე ცეპური იმით არის. ბავშვებს რა უყოთ აფხაზეთიდან ნელ-ნელ ბავშვებს გალის რაიონიდან, რომელიც ჩამოდიოდნენ. მე არ ვამბობ ყველა იმაში მოდიოდა ჩვენს უნივერსიტეტში უგამოცდოთ ირიცხებოდნენ ესენი. უმძიმე მდგომარეობაში არიან ახლა ესენი. მით უმეტეს იქ ქართული ენა დახურულია და ასე რომ არა გაჩერება არ იქნება მორიცხული. გისურვებთ წარმატებებს თქვენს უმეტესი ბრძოლაში. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ელგუჯა ქავთარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო ჩვენი სტუმარი. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე. მე ხვალ უნდა გემშვიდობებით. ხვალ შვიდის ნახევარზე გადაცემით რეზიუმე დაგიბრუნდებით.